როდესაც საბჭოთა კავშირი ებრძოდა იუდაიზმის პრაქტიკას და ყველაფერს, რასაც ის წარმოადგენდა, ვინ ხელმძღვანელობდა მის დაცვას და ებრაული ცხოვრების შენარჩუნებას დევნის მიუხედავად. და როგორ მოახერხა იმავე ადამიანმა ებრაული სწავლების აღორძინება შეერთებულ შტატებში და როგორ შეუწყო ხელი ხასიდებსა და ტრადიციულ ორთოდოქსებს შორის ხიდის გადებას, ასევე ისრაელის გარშემო გაერთიანების აუცილებლობის გააზრებას. პრეს გადაცემაში Think Twice ჩვენ განვიხილოთ მე-6 ლუბავიჩერის ცხოვრების მნიშვნელობას. რებე ფიგურა, რომელიც ბოლო ათწლეულებში მისმა მემკვიდრემ დაჩრდილა, მაგრამ მიუხედავად ამისა, ის იყო ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი პიროვნება მე-20 საუკუნის ებრაული ისტორიისთვის. ახალი ბიოგრაფიის ავტორთან ერთად. გამარჯობა და კეთილი იყოს თქვენი მობრძანება გადაცემაში Think Twice. დღეს ჩვენ შევისვენებთ კონფლიქტებისა და თანამედროვე პოლიტიკისგან, რათა ვისაუბროთ ებრაული ისტორიის ერთ მნიშვნელოვან თავზე. როცა ჩაბათსა და ლუბავიჩის მოძრაობაზე და მის გავლენაზე ფიქრობთ ებრაულ სამყაროში, ყურადღება ყოველთვის მე-7 ლუბავიჩის რებეზე. რაბი მენახემ მენდელ შნერსონი, ქარიზმატული ფიგურა, რომელმაც არამხოლოდ თავისი მოძრაობა გაიყვანა წინ წამყვან პოზიციაზე, არამედ მისი ადგილი იმდენად დიდი იყო, რომ მას შემდეგ მემკვიდრე აღარ ავის დაუნიშნოთ. ამან კი გამოიწვია ის, რომ ჰასიდურ სამყაროს გარეთ თითქმის არავინ აქცევს ყურადღებას იმ ადამიანს, რომელსაც მე-7 რებე ჩაენაცვლა, მე-6 რებეს, რაბი იოსებ იცხაკ შნერსონს. მაგრამ თუ გვინდა გავიგოთ არამხოლოდ ის თუ როგორ გადაიქცა შედარებით მცირე ჰასიდური მოძრაობა გლობალურ ფენომენად, არამედ ის გავლენა, რომელიც მას ბოლო 100 წლის მნიშვნელოვანი მოვლენებზე ჰქონდა. უნდა ვიცოდეთ მეტი იმ ადამიანზე, რომელმაც ამ გამორჩეული განვითარების საფუძველი ჩაუყარა. გარდა ამისა, მისი ცხოვრების განხილვა მხოლოდ ფართოდ პატივცემული მორწმუნე ადამიანის ისტორია არ არის. ეს არის ებრაელთა წინააღმდეგობის ისტორია საბჭოთა დევნის წინააღმდეგ და რწმენაში ებრაელთა გადარჩენის ისტორია ნაცისტური განადგურების ომის პირობებში. ასევე იმის შესახებ, თუ როგორ ჰქონდა და კვლავაც აქვს ამ პატარა სექტას გავლენა ებრაულ ცხოვრებაზე მეორე მსოფლიო ომის შემდეგ წლებში. მის მცირე რიცხოვნობასთან სრულიად შეუსაბამოდ. და ჩვენ მოხარულები ვართ, რომ დღეს ჩვენთან ერთად არის რაბი შნერსონის მნიშვნელოვანი ახალი ბიოგრაფიის ავტორი. რაბი დავით ელიეზერი არის ხაბად ლუბავიჩის მოძრაობის წევრი და დამფუძნებელი, დირექტორი და სულიერი ლიდერი ჩრდილოეთის ოლქის ხაბადის კონგრეგაცია ბეთ მეირ ჰაკოენში, იორბა ლინდაში, კალიფორნიაში. რაბი ელიეზერი არის ხაბადის წარმომადგენელი მთავარ ებრაულ ორგანიზაციებში და მსახურობს როგორც კალიფორნიის ორინჯ ქაუნთის ებრაული ფედერაციისა და საოჯახო მომსახურების საბჭოს წევრი. ასევე ის არის ისრაელის ებრაული სააგენტოს მმართველთა საბჭოს წევრი. ის გამოქვეყნებულია სხვადასხვა გამოცემაში და არის 2 წიგნის ავტორი. 2015 წლის ხაბადის საიდუმლო და მისი უახლესი წიგნი Undaunted, როგორ მე-6. ლუბავიჩის რებემ გადაარჩინა რუსული ებრაელობა. ხელახლა წარმოიდგინა ამერიკული იუდაიზმი და აანთო გლობალური ებრაული აღორძინება. რაბი დავით ელიეზერ, მოგესალმებით გადაცემაში Think Twice. დიდი ხანია თქვენი გულშემატკივარი ვარ და ჩემთვის დიდი სიამოვნებაა მონაწილეობის მიღება. დიდი მადლობა, რომ დრო გამონახეთ და დღეს შემოგვიერთით. მინდა დავიწყო კითხვით, რატო იციან დღეს ხაბადის ჰასიდების გარეთ ადამიანებმა ასე ცოტა რამ მე-6 რებეს შესახებ. მე-7 რებეს ძალისხმევამ ხაბადი აქცია იუდაიზმის საერთაშორისო ძალად და შთააგონა დიდი პატივისცემა, მათ შორის ბევრ სეკულარულ ებრაელშიც. ასევე როგორც იცით, დიდი რეპუტაცია მოუტანა რა თქმა უნდა მის საკუთარ მოძრაობაშიც. ის, როგორც თქვენ წერთ, ძირითადად მის წინამორბედის კვალს მიყვებოდა და მის მიღწევებზე აგებდა. ვითხარით ცოტა მეტი ამ კაცის შესახებ. რებე, წინა რებე თავის დროზე ნამდვილად ცნობილი იყო და ხალხი მას ნამდვილად კარგად ესმოდა. მაგალითად, როცა 1930 წელს ჩიკაგოში მატარებლიდან ჩამოვიდა, იქ 15,000 ადამიანი დახვდა მის მისასალმებლად. და მას მსგავსი დახვედრები ჰქონდა მთელ შეერთებულ შტატებში, სენტ-ლუისში, ბალტიმორში, ნიუ-იორკში და ასე შემდეგ. თუმცა ვფიქრობ, რებემ ომის შემდგომ პერიოდში ხაბადიში ხაბადი გადააქცია ხასიდურ თემიდან გლობალურ ძალად. იცით, ხუმრობით ვამბობთ, მაგრამ ვფიქრობ, შეიძლება სერიოზულად ითქვას, რომ დღეს ხაბადი მსოფლიოში ყველაზე დიდი ებრაული ორგანიზაციაა. განსაკუთრებით თუ შეერთებულ შტატებში პიუს კვლევებს გადავხედავთ. ამიტომ რებეს მონუმენტური მიღწევები, რომლებიც სინამდვილეში მისმა სიმამრმა წინა რებემ შთააგონა, ვფიქრობ, სოდოვიკმა დაჩრდილა იგი. ხაბადის საზოგადოებაში იგი ძალიან კარგად იყო ცნობილი. ორთოდოქსული იუდაიზმის სხვა წრეებშიც იგი საკმაოდ ცნობილი იყო. მაგრამ ვფიქრობ, რომ ხალხმა ნამდვილად ვერ გაიგო მისი მთელი ცხოვრება.
და ერთ-ერთი რამ რაც ვფიქრობ ამ წიგნმა გააკეთა არის ის, რომ ხალხს მისი მონუმენტური მიღწევები უკეთ გააგებინა. გმადლობთ რომ მოусმინეთ გადაცემას Think Twice. მიუხედავად იმისა, თუ რომელ პოდკასტ პლატფორმაზე გვისმენთ, ან პირდაპირ ეთერში გვიყურებთ, Facebook-ზე, X-ზე ან JNS TV-ზე, ვთხოვთ მოიწონოთ და გამოიწეროთ JNS. დააცკაპუნოთ ზარზე შეტყობინებებისთვის და დაგვითოვოთ გარშაოთ კარგი შეფასებები. ასევე გარდა Think Twice-ისა, არსებობს ჯონათან ტობინის ყოველდღიური პოდკასტიც, სადაც კიდევ უფრო მეტ სიახლესა და ანალიზს გიზიარებთ იმ ყველაზე მნიშვნელოვან საკითხებზე, რომლებსაც დღეს ვაწყდებით. ყოველდღიურ გადაცემას შეგიძლიათ იპოვოთ JNS TV-ზე, ჯონათან ტობინის ყოველდღიური სახელწოდებით, ან სადაც არ უნდა უსმენდეთ თქვენს პოდკასტებს. ეხლა კი დაუბრუნდეთ დღევანდელ გადაცემას. მოდი ცოტა უფრო ვილაპარაკოთ იმაზე, ვინ იყო ეს ადამიანი მე-6 რებე. შეგიძლიათ მოგცეთ წარმოდგენა იმ სამყაროზე, რომელშიც ის დაიბადა და რომელიც ფაქტობრივად გააქრა მისი სიცოცხლის განმავლობაში. ასევე იმ არჩევანებზე, რომელთა წინაშეც იდგნენ ებრაელები მე-19 საუკუნის ბოლოს, როცა ის სულწლოვანებას მიაღწია. ის დაიბადა 1880 წელს და ალექსანდრე მესამის დროს. სულ 2-3 წლის შემდეგ მოხდა მეფის მკვლელობა, რამაც რუსეთში უზარმაზარი ანტისემიტიზმი გამოიწვია და რუსი ებრაელების მასობრივი ემიგრაცია ამერიკის შეერთებულ შტატებში. და მართლაც იმ დროს უზარმაზარი გამოწვევები იყო ტრადიციული ებრაული გარემოსთვის რუსეთში. ის დაიბადა, მისი მამა იყო ლუბავიჩის რებე, რომელიც მას წინ უსწრებდა, რაბი შალომ დოუ ბერ-შნეერსონი, რომელიც იყო მეხუთე რებე. ის დაიბადა პატარა ქალაქ ლუბავიჩში, რომელიც დასავლეთ რუსეთში სულიერი ოაზისის მსგავსი ადგილია. დღეს ის მხოლოდ 10 მილითაა დაშორებული ბელარუსის საზღვარს. მას ჯერ კიდევ აქვს ძველი სამყაროს ხიბლი. გონია რომ პატარა ქალაქს უყურებ. იქ აღარ არის ტალახიანი ქუჩები. ეხლა იქ ასფალტია. მე იქ ვიყავი, ასე რომ ეხლა უკვე ასფალტია. ის დაიბადა ესეთ ხასიდურ გარემოში, იმ დროს როცა რუსეთის ებრაელები სერიოზულ გამოწვევებს გადიან. გარედან ძლიერი ანტისემიტიზმი, ემიგრაცია, შიგნიდან კი უამრავი სხვადასხვა მოძრაობა, რომლებსაც თავიანთი გამოსავალი აქვთ. ჰასკელა, სეკულარისტები, რომლებიც ებრაელების უფრო რუსებად და მსოფლიოსთვის უფრო ღიად გადაქცევას ცდილობენ, სიონისტები, რომლებსაც ის დიდი ოცნება აქვთ ისრაელის სახელმწიფოზე, სოციალისტები და კომუნისტები და ამ დროს ყველა ებრაელთა გულის მოგებას ცდილობს. ის სწორედ ამ დროს, ამ დიდი არეულობის პერიოდში იბადება. და ის ცხოვრობს მღელვარე ცხოვრებით, რადგან როგორც კი ცარი დაეცემა, ის კომუნიზმის სამყაროში აღმოჩნდება. და როგორც კი რუსეთიდან გააძევებენ, დასავლეთ ევროპაში უწევს ბრძოლა. და როგორც კი დასავლეთ ევროპიდან თავს დააღწევს, ამერიკაში ჩამოდის. ამიტომ ვფიქრობ, რომ ეს არის ადამიანი, რომელსაც სხვადასხვა გარემოში მოუწია ცხოვრება, უამრავი განსხვავებული გამოწვევით და თითოეული მათგანი ერთმანეთისგან ძალიან განსხვავებულია. დიახ, ვფიქრობ, ერთ-ერთი საკითხი, რომელიც თქვენს წიგნში ადრე ძალიან დამაინტერესა. და როცა თავად მოძრაობის ისტორიას ხვებოდით, ისევე როგორც მის ბიოგრაფიას, თქვით, რომ რკინიგზამ ლუბავიჩში გვერდი აუარა. ერთი მხრივ ეს საინტერესო ამბავია და მინდა რომ მოყვეთ. მაგრამ ასევე იმიტომაც, რომ ეს იყო ადგილი, რომელსაც ისტორია თითქოს გვერდსუვლიდა. და მაინც ეს კაცი, რომელიც გაიზარდა ამ ძალიან აშკარად იზოლირებულ ადგილას, ამის შემდეგ მსოფლიო ასპარეზზე გამორჩეულ ფიგურად იქცა. მე არ ფიქრობ, რომ ეს იზოლირებული იყო. ვფიქრობ, ეს იყო ოაზისი, რადგან მესამემ რებემ თქვა. პოლიკოვის ძმები, რომლებიც მე-19 საუკუნის შუა წლებში რუსეთში ცნობილი დიდი რკინიგზის მშენებლები იყვნენ, ლუბავიჩთან კავშირი ჰქონდათ. ასევე ამან მიმიყვანა იქამდე, რომ მინდა ეს ადგილი იყოს სულიერების ადგილი. სადგური ცოტა უფრო მოშორებით იყოს. ეს არის ქალაქში, რომელსაც რუდნია ჰქვია, დაახლოებით მგონი ეთლით. ეს არის 10 მილის გზა მე მანქანით გავიარე, მაგრამ ადრე მოდიოდნენ და ეთლით მიდიოდნენ ლუბავიჩში. ის უნდოდა, რომ ლუბავიჩს მაინც შეენარჩუნებინა ის, რომ როცა იქ მოდიოდი, სულიერების ადგილას მოდიოდი. და ლუბავიჩს მაინც ყავდა ათასობით და ათასობით სასობით სტუმარი, მთელი რუსეთის მასშტაბით. მიუხედავად იმისა, რომ უნდა ჩასულიყავი მატარებლით და შემდეგ ეთლით, ან მანამდე სანამ მატარებელი იქნებოდა მხოლოდ ეთლით უნდა წასულიყავი, ლუბავიჩი მაინც სულიერი მექა იყო რუსი ებრაელებისთვის, რადგან მაგალითად ამბობენ, რომ მესამე რებეს 600,000 მიმდევარი ჰყავდა. არ ვიცი ეს ზუსტი რიცხვია თუ არა, მაგრამ ეჭვგარეშეა, რომ ის იყო ყველაზე გავლენიანი რაბინი მე-19 საუკუნის შუა პერიოდში რუსეთში. და ეს გაგრძელდა თითოეული სხვადასხვა ლუბავიჩის რებეს დროსაც. ასე რომ ერთი მხრივ ეს იყო ადგილი, სადაც ებრაელები მოდიოდნენ სულიერი განახლებისთვის. მეორეს მხრივ ის იყო ჩართული გარე სამყაროსთან, მაგრამ იმ ქალაქში და იმ ატმოსფეროში რაღაც ძალიან განსაკუთრებული იყო. სხვათა შორის, როცა იქ მიდიხართ და მეც იქ ვიყავი წიგნის კვლევის ფარგლებში, გრძნობთ იმ განსაკუთრებულობას, რომ ეს იყო ადგილი, სადაც სულიერი მაძიებლები მოდიოდნენ.
და ეხლა როცა ის 30-ების ასაკში იყო, მოხდა პირველი მსოფლიო ომის უზარმაზარი კატაკლიზმი. ეს ხშირად დავიწყდებათ ეხლა, რადგან შემდგომში ევროპელი ებრაელებისთვის კიდევ უფრო საშინელი მოვლენები მოხდა. პირველი მსოფლიო ომი აღმოსავლეთ ევროპის ებრაელებისთვისაც კატაკლიზმი იყო. როგორ იმოქმედა მან კონკრეტულად ლუბავიჩის მოძრაობაზე და როგორ აღმოჩნდნენ ებრაელები გერმანიისა და რუსეთის იმპერიებს შორის ბრძოლის შუაგულში. ხო, გერმანელები და ავსტრიის იმპერიაც. ასევე გერმანელები შეიჭრნენ რუსეთში და ლუბავიჩი დასავლეთ რუსეთში იყო. ესე რომ მის მამას, რომელსაც რამდენიმე წლის წინ ძალიან უცნაური შეხვედრა ჰქონდა კაიზერთან, ორივე, მამა და შვილი, მეხუთე რებე და წინარებე, ერთ დროს ბერლინში იყვნენ და ისინი იმყოფებოდნენ რაღაც საჯარო გარემოში, სადაც კაიზერი გამოჩნდა. და კაიზერმა შენიშნა ორი რაბინი ოთახში, თეატრში. ეს იყო ან ღია თეატრი, ან დახურული თეატრი და მან მოაბრუნა თავი თანაშემწესთან და რამდენიმე წუთის შემდეგ ისინი გააძევეს. და მისმა მამამ, მეხუთე რებემ, უთხრა თავის შვილს: "უნდა დავტოვოთ ლუბავიჩი." ის შემოიჭრება, რადგან მაშინვე დავინახე, რომ ეს კაცი ბოროტი იყო და ჩვენ ვერ ვიქნებით იმავე ადგილას, სადაც ის არის. ასე რომ 1950 წელს შემიძლია ჩავერთო. ეს საინტერესოა, რადგან ბევრი რუსი ებრაელი, რომლებიც რუსულ მმართველობაში ცხოვრობდნენ, ფიქრობდნენ, რომ გერმანელები უკეთესები იქნებოდნენ. სწორია. და მართლაც რუსები არ ენდობოდნენ ებრაელებს, რადგან ფიქრობდნენ, რომ ისინი იფიქრებდნენ, რომ გერმანელები უკეთესები იყვნენ. ცხოვრობდნენ ცოტა მეტი თავისუფლებით, რა თქმა უნდა, ვიდრე რუსეთში და ამიტომაც ისინი კაიზერის მხარეს დადგებოდნენ. ხო, დიახ, მაგრამ კაიზერი მან ეს კაიზერში დაინახა. ის არაერთხელ ყოფილა გერმანიაში სამედიცინო დახმარებისთვის და კაიზერში რაღაც სულიერი დაინახა, რასაც წმინდა ებრაელი ამჩნევს, მაგრამ სხვები ვერ ამჩნევდნენ. ამბობს უნდა დავტოვო ლუბავიჩი, რადგან ის იჭრება. და ასე, 1915 წელს, როცა პატარა ქალაქი ლუბავიჩი, ჩაბადის დედაქალაქია საუკუნეზე მეტი 102 წლის განმავლობაში, ისინი ტოვებენ ლუბავიჩს და აღარასოდეს ბრუნდებიან. და ლუბავიჩი დღეს მხოლოდ მოგონებაა. თუ იქ წახვალთ, ზოგიერთი შენობა აღდგენილია. მაგრამ იქ ებრაელები აღარ ცხოვრობენ. იქ ებრაელები ცხოვრობდნენ ჰოლოკოსტის დაწყებამდე, მაგრამ ისინი განადგურდნენ. მათი სიცოცხლე ნაცისტებმა დაასრულეს. და ასე ტოვებენ ლუბავიჩს და იწყება ხეტიალი, როცა ლუბავიჩის ცენტრი ერთი ადგილიდან მეორეში გადადის. ჯერ ლუბავიჩიდან როსტოვში, სამხრეთ რუსეთში, შემდეგ როსტოვიდან სანქტ-პეტერბურგში, რომელსაც მაშინ ლენინგრადი ერქვა, შემდეგ ლენინგრადიდან რიგაში, რიგიდან პოლონეთში და პოლონეთიდან ნიუ-იორკში. ვიწყებთ ამ ხანგრძლივ ოდისეას 1915 წლიდან 1940 წლამდე ბოლოს ხაბადი დასახდება ბრუკნინში და ეს არღვევს მოძრაობის სტაბილურობას. ეს ხდება უზარმაზარი არეულობის პერიოდში, რადგან ჯერ იყო პირველი მსოფლიო ომი და ამის შემდეგაც რაღაც მოხდა. ეს შეცვლიდა რუსი ებრაელების მთელ ბედის წერას. ეს იყო კომუნისტური რევოლუცია, რომელიც ჩვენ ცხოვრობთ ძალიან, იცით, ჩვენ გარშემო ვიყურებით და ვხედავთ, რომ სოფლიო ცოტა ქაოტურია. მაგრამ ფიქრობ, ის ქაოსი, რომელსაც ჩვენ ვაწყდებით, ბევრად ნაკლებია იმ ეპოქის ადამიანების ქაოსზე, რომლებმაც დაკარგეს ოჯახები, დაკარგეს სახლები, დაკარგეს თავისუფლება. ისინი სრულიად განსხვავებულ პოლიტიკურ გარემოში აღმოჩნდნენ. ფიქრობ, მიუხედავად იმისა, რომ დღეს ამერიკელ ებრაელობას დღეს გარკვეული გამოწვევები აქვს, მაინც მგონია, რომ ამერიკელი ებრაელობის ოქროს ხანაში ვცხოვრობთ. კი, შედარებისთვის ის არასტაბილურობა, რომელსაც აღმოსავლეთ ევროპის ებრაელები აწყდებოდნენ. ვგულისხმობ, ისინი, იცით, ეს მხოლოდ ის არ იყო, რომ ისინი პირველი მსოფლიო ომის ცეცხლში აღმოჩნდნენ, რაც როგორც თქვი ხშირად არ ახსოვთ. მაგრამ შემდეგ ისინი რუსული რევოლუციის ცეცხლშიც აღმოჩნდნენ და პოგრომების მსხვერპლნი გახდნენ. იცით, როგორც თეთრების, ისე წითლების მხრიდან. და არავინ იცით, ისინი არავის მხარეს არ იყვნენ. არავინ თვლიდა, რომ ისინი მათ მხარეს იყვნენ. და ეს მიმიყვანს, იცით, ჩემს შემდეგ კითხვამდე, რომელიც ეხება ბოლშევიკურ გადატრიალებას 1917 წელს და საბჭოთა კავშირის შექმნას, რაც აშკარად იყო მნიშვნელოვანი მომენტი მე-20 საუკუნის ევროპის ისტორიაში და კატასტროფა რუსებისთვის მთლიანობაში. მაგრამ ეს განსაკუთრებით კატასტროფული იყო ებრაელებისთვის. შეგიძლიათ გვიამბოთ, როგორ ექციოდნენ საბჭოთა ხელისუფლება ებრაელებს, განსაკუთრებით პირველ ათწლეულში, პირველი მსოფლიო ომის შემდეგ. და რა იყო იევს სექცია და როგორ მოქმედებდა იგი? ამიტომ უნდა თქვათ, რომ კომუნიზმის საშინელიც იყო და საოცარიც. იმიტომ რომ ერთ დროს მანამდე, კომუნისტურ რევოლუციამდე, ებრაელს მხოლოდ რუსეთის გარკვეულ ტერიტორიაზე, დასახლებათა ზოლში შეეძლო ცხოვრება. მას არ შეეძლო უნივერსიტეტში სწავლა. მას ცოტა თავისუფლება ჰქონდა. მას ცოტა ეკონომიკური სტაბილურობა ჰქონდა. და ერთ-ერთი რამ, რაც კომუნისტურმა რევოლუციამ გააკეთა, სულ მცირე ოფიციალურ დონეზე, იყო ყველა შეზღუდვის მოხსნა ებრაელების მიმართ და მათთვის უფლების მიცემა ეცხოვრათ სადაც სურდათ და აერჩიათ განათლება თუ პროფესია რაც სურდათ. და კომუნისტური პარტიის მრავალი ლიდერი ებრაელი იყო, რადგან მათ ეს იმედად მიაჩნდათ, რომ თავი დაეღწიათ დესპოტი ცარისგან.
მეორე მხრივ, უარყოფითი მხარე ის იყო, რომ ამის საფასურად უნდა გაგვეუქმებინა რელიგია, არა მხოლოდ იუდაიზმი. მათ ასევე ომი გამოუცხადეს ქრისტიანობასაც. ისინი უცნაურად უფრთხოდნენ მუსლიმებთან ბრძოლას, რადგან მათი რაოდენობა ძალიან დიდი იყო. ეს ძალიან საინტერესოა. და მათ შექმნეს ეს 21 საუკუნის ყურისთვის ნაცნობად ჟღერს. ხო, დღეს ჩვენ გვეშინია ამორალურობასთან დაპირისპირების, იცი, როცა ვხედავთ ძალადობას ან პოლიტიკურ ექსტრემიზმს მუსლიმურ საზოგადოებაში, გვეშინია ამის წინააღმდეგ წამოდგომის. იგივე შიში არსებობდა კომუნისტებს შორისაც, რადგან მათ შექმნეს კომუნისტების ქრისტიანული ორგანიზაცია, რათა ედევნათ რელიგიური ქრისტიანები რუსეთში ან რუსული მართლმადიდებელი ეკლესია. და მათ ასევე შექმნეს EF სექცია, რომელიც იყო კომუნისტური პარტიის ებრაული განყოფილება. მისი მრავალი ლიდერი რელიგიური ოჯახიდან იყო წარმოშობით. და მათ დაიწყეს ომი იუდაიზმის წინააღმდეგ რუსეთში, რათა გაენადგურებინათ იგი. და მათ უბრალოდ დახურეს ყველა ებრაული, შექმნეს საკუთარი ებრაული სასწავლო სისტემა, სადაც სწავლობდნენ იდიშზე და სწავლობდნენ კარლ მარქსზე მოსეს ნაცვლად. და მათ შექმნეს და ცდილობდნენ შეძლების დაგვარად ჩაეხშოთ ყველა რელიგიური მოღვაწის საქმიანობა და ეს და უარეყოთ ებრაელებისთვის უფლება ეცხოვრათ როგორც რელიგიურ ებრაელებს. და ამან საფუძველი ჩაუყარა ალბათ ერთ-ერთ ყველაზე მნიშვნელოვან ბრძოლას წინარების ცხოვრებაში, სადაც ყველა დიდი რაბინი ტოვებს რუსეთს, ხოლო ის რჩება უკან. ქვეყნის თითითეული ებრაელის კეთილდღეობისთვის და კომუნისტების წინააღმდეგ დგომისთვის. ეხლა გითხარით, როგორ ებრძოდა რებე და რამდენად წარმატებული იყო მისი მცდელობი ებრძოლა იუდაიზმის დასაცავად იმ დროს, როცა ის ალყაში იყო მოქცეული. და განსხვავებით აწლეულებით მოგვიანებით, იცით, ჩვენთვის, ვინც იმ პერიოდში წამოვიზარდეთ, საბჭოთა ებრაელთა მოძრაობის პერიოდში, საბჭოთა კავშირში მცხოვრები ებრაელები ძირითადად იზოლირებულნი იყვნენ და უცხოეთში მცხოვრები ებრაელეზურები ებრაელებისგან ხარდაჭერას ვერ იღებდნენ. განსაკუთრებით მათი დიდი ნაწილი, ვინც მემარცხენე იყო და ან მხარს უჭერდა საბჭოთა კავშირს, ან სულ მცირე მიაჩნდა, რომ ისინი უკეთესები იყვნენ, ვიდრე მათი ცარისტი წინამორბედები. მაშ, რატომ უნდა ჩავერიოთ ჩვენ? ის რაც გააკეთა იყო ის, რომ საჯარო დონეზეც მოქმედებდა. მან შექმნა რაბინების კომიტეტი, რომელიც იუდაიზმის საჯარო სახე იყო რუსეთში. და ამასთან ერთად 1924 წელს მან აიყვანა თავისი ყველაზე ახლო 9 ხასიდი და მათ ერთად დადეს ებრაული ეგრეთოდებული ხესაზბრითი, რაც ნიშნავდა სიცოცხლის ბოლომდე შეთანხმებას, რომ იუდაიზმი ცოცხალი დარჩებოდა რუსეთში. ეხლა ამ ადამიანებიდან ბევრი ზოგიერთი წავიდა, იცით, ხასიდებს შორის ერთი ძველი ხუმრობაა. როცა მე იეშივაში ვიზრდებოდი, ჩვენ მყავდა ეს მოხუცი ხასიდები, რომლებიც ყველანი სიბირეში იყვნენ ნამყოფები. და ისინი ამბობდნენ: "ჰა, შენ მხოლოდ 2 წელი იყავი სიბირეში, ეგ ჩვეულებრივი მიცვაა. მე კი 10 წელი ვიყავი სიბირეში, აი ეგ არის ნამდვილი მიცვა." ამიტომ მათ შექმნეს საიდუმლო იატაქვეშა ქსელი რუსეთში, რომელიც ძირითადად მართავდა ებრაულ სკოლებს, სინაგოგებს, სათემო სტრუქტურას, მიკვებს, რაც საჭირო იყო, ფინანსურ მხარდაჭერასაც კი, რათა ებრაული ცხოვრება როგორმე ცოცხალი დარჩენილიყო რუსეთში. ეხლა ეჭვი არ არის, რომ ეს ყველა რუს ებრაელამდე ვერ მივიდა. მაგრამ რაც გააკეთა, შექმნა განათლების სისტემა, რომელიც აგრძელებდა ფუნქციონირებას. ერთხელ საოცარი გამოსვლა მოვისმინე. 1994 წელს ლუბავიჩის რებეს ხსონის საღამოს დავესწარი თელავივში მისი გარდაცვალებიდან მხოლოდ 30 დღის შემდეგ. და მთავარი სპიკერი იყო იცხაკ შამირი, მაშინ ისრაელის ყოფილი პრემიერ-მინისტრი. და ის ადგა და თქვა, რომ 1950-იან წლებში მე მოსადში ვიყავი, ისრაელის საიდუმლო სამსახურში და გადავწყვიტეთ, რომ რუსეთში მცხოვრებ ებრაელებთან დაგვემყარებინა კავშირი. და აღმოვაჩინეთ, რომ რუსეთის ყველა ქალაქსა და სოფელში არსებობდა საიდუმლო ქსელი, რომელსაც ნიუ-იორკში ლუბავიჩერის რებე მართავდა. ეს ქსელი არსებობდა საბჭოთა კავშირის დაშლამდე. და თუ დღეს რუსეთში მიხვდეთ, გულისხმობ უკრაინაში, რუსეთში და მთლიანად ყოფილი საბჭოთა კავშირის ტერიტორიაზე, ებრაული ცხოვრების ხომრების 90%-ს ხაბადი მართავს, რადგან ეს საიდუმლო ქსელი ყოველთვის არსებობდა. მას ჰქონდა აღმავლობისა და დაღმავლობის პერიოდები. საბოლოოდ კი ის გადაიქცა ებრაული ცხოვრების აღორძინებად, რასაც დღეს ვხედავთ ყოფილ საბჭოთა კავშირში. ასე რომ მან გადარჩენა შეძლო. ბევრი ადამიანი მოკლეს. როცა ისრაელში იეშივაში ვსწავლობდი, ჩვენი მთავარი მასწავლებლებიდან ბევრი დაპატიმრებული იყო, იცით? და არა იმიტომ, რომ რაიმე უკანონო საქმიანობაში იყვნენ ჩართული, არამედ იმიტომ, რომ ისინი ებრაელ ბავშვებს ასწავლიდნენ და ეხმარებოდნენ ებრაელებს რუსეთიდან გაქცევაში. და ისინი სხვათა შორის ჩვენთვის, ჩემი თაობისთვის, თავგანწირვის ძლიერი მისაბაძი მაგალითები იყვნენ. ასე რომ მან შექმნა საიდუმლო ქსელი. ის დიდწილად საზღვარგარეთელი ებრაელების მიერ ფინანსდებოდა. ის ცდილობდა საზღვარგარეთიდან მეტი მხარდაჭერა მიეღო. მას ამ საკითხთან ბრძოლა უწევდა, მაგრამ ცდილობდა დარწმუნებულიყო, რომ რუსეთის ყველა ქალაქსა და სოფელში არსებობდა ებრაული ინფრასტრუქტურა, საბჭოთა კავშირის მთელი პერიოდის განმავლობაში. და ყველაფერი დიდი საიდუმლოების პირობებში ხდებოდა. დიახ, როგორც მახსოვს, ის თავადაც არაერთხელ დააკავეს, როგორც თქვენ წიგნში აღწერთ. 6 ჯერ ან 7 ჯერ დააკავეს.
და ეს ყველაფერი 1927 წელს დასრულდა, როცა ის დააკავეს და სიკვდილით დასჯა მიუსაჯეს. და საბოლოოდ ეს გაუქმდა მსოფლიო ებრაელთა პროტესტის გამო და ის გადაასახლეს და ბოლოს გაათავისუფლეს. და დიდი დიპლომატიური ძალისხმევის შედეგად მას 1927 წელს რუსეთიდან წასვლის უფლება მისცეს. ის ფიქრობდა, უნდა დაეტოვებინა თუ არა ქვეყანა, მაგრამ რეალურად არჩევანი ჰქონდა, ან სიკვდილს, ან რუსეთის დატოვებას და ქვეყნის გარედან საიდუმლო ქსელის მართვას შორის. და მან ეს არჩევანი გააკეთა. ის ცუდად იყო ჯანმრთელობის მხრივ, ანუ ეს იყო წიგნში ბევრს საუბრობთ მის ჯანმრთელობის პრობლემებზე. საიდუმლო მოძრაობის ლიდერობა ტოტალიტარული მთავრობის აქტიური დევნის პირობებში ძალიან რთული ამოცანაა. თუდად სრულიად ჯანმრთელი ადამიანისთვის. მაგრამ ადამიანისთვის, რომელსაც სერიოზული ჯანმრთელობის პრობლემები ჰქონდა, ეს ყველაფერი კიდევ უფრო რთული უნდა ყოფილიყო. მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა წლების განმავლობაში მნიშვნელოვნად გაუარესდა. 1932 წელს მას მულტიპლური სკლეროზი, ანუ MS-ი დაუდგინეს. მაგრამ ვფიქრობ, რაც უფრო საინტერესოა ისაა, რომ როცა რუსეთში იყო, ჯანმრთელობის პრობლემები ჰქონდა, მაგრამ ისინი ისეთი მძიმე არ ყოფილა, როგორც მას შემდეგ, რაც რუსეთი დატოვა. რაც უფრო საინტერესო მგონია ისაა, რომ როცა 1940 წელს ამერიკაში ჩამოვიდა, რევოლუციური განწყობით, რომ ამერიკელ ებრაელთა საზოგადოებას შეცვლიდა. ის გადმოდის ნავიდან, უჭირს საუბარი. ის ინვალიდის ეტლში ზის. და ის იწყებს გარდაქმნას ამერიკელ ებრაელთა საზოგადოებაში თავისი ცხოვრების ბოლო 10 წლის განმავლობაში, რაც მართლაც რადიკალური და დაუჯერებელია. და ის ფაქტი, რომ ამას აკეთებს ყველა იმ ჯანმრთელობისა და სამედიცინო სირთულეების მიუხედავად და რომ ის ასევე ცდილობს, რაც შეიძლება მეტი ადამიანი გადაარჩინოს ევროპაში, ამავე დროს ვფიქრობ, უფრო საინტერესოა ის სირთულეები, რაც მას ჯანმრთელობის მხრივ ცხოვრების ბოლოს ჰქონდა, ვიდრე მაშინ, როცა რუსეთში იყო. მაგრამ რუსეთში ის სიკვდილს უპირისპირდება. და ის კომუნისტებს სრულიად უშიშრად უპირისპირდება, რაც სხვათა შორის მგონია, რომ ძალიან საინტერესო კულტურა შექმნა ხაბადში. ყველა მიცის, რომ როცა რაღაც უნდა გაკეთდეს, ხაბადის რაბინები. არ ვამბობ, რომ ისინი სრულყოფილები არიან და ყოველთვის ასე იქცევიან, მაგრამ როგორც არ უნდა იყოს, მაგრამ ხაბადის რაბინები, რებეს შვილები. მაგრამ ამ საზოგადოებაში ჩამოყალიბებულია ნამდვილი თავგანწირვის კულტურა, სხვისთვის და მზადყოფნა, რომ წახვიდე ისეთ ადგილებში. ვგულისხმობ კიდევ, ვინ არის მზად რომ იცხოვროს მავრიკიზე, ან დედამიწის ნებისმიერ წერტილში. ხო, ან სადაც არ უნდა წახვიდე. ყველა მიცის, თუ იქ ხარ და გაჭედილი ხარ მაგალითად მაჩუ-პიჩუში, სამხრეთ ამერიკაში, ან სადაც არ უნდა იყო, ხაბადი იქ არის. საიდან მოდის ეს? ეს არის თავგანწირვის კულტურა. და ვინ შექმნა ეს კულტურა? მან რუსეთში, რადგან მან და მისმა მიმდევრებმა სიცოცხლე საფრთხეში ჩააგდეს და ხაბადში ეს იდეა დაამკვიდრეს, ჩაამკვიდრეს და ჩააშენეს. როდესაც საქმე ებრაელი ხალხის წინსვლაზე მუშაობას ეხება, როდესაც საქმე იუდაიზმისა და ისრაელის დასაცავად დგომას ეხება, რომ ჩვენ უნდა ვიყოთ უშიშრები, არ უნდა მოგვერიდოს და არავის დაშინებას არ უნდა დავემორჩილოთ. და ყოველთვის ჩემთვის ვფიქრობ, როცა ჩემი მასწავლებელი იეშივაში 9 წელი გაატარა სიბირეში და მე სირთულეები მქონდა, იცით, ყველას გვაქვს სირთულეები. მე ჩამოვედი ორინჯ კაუნთის გარეუბანში, რათა ჩამეყალიბებინა ხაბადის ცენტრი, რომელიც ღმერთს მადლობა წარმატებული აღმოჩნდა. მაგრამ ბევრი რთული წელი გამოვიარეთ. და ყოველთვის ვფიქრობ ჩემს თავში, რა არის ჩემი სირთულე, იცით, ფულის შეგროვება ან რაც არ უნდა მქონოდა გასაკეთებელი, შედარებით იმასთან, რომ გაგაგზავნონ გულაგში. და ვფიქრობ, რომ ამან შექმნა კულტურა ხაბადში, რომელმაც მართლაც დიდი გავლენა მოახდინა მსოფლიო ებრაელობაზე. დიახ, ნამდვილად სხვა კუთხით დაგანახვებს ყველაფერს. ეხლა ერთ-ერთი საინტერესო გვერდითი ისტორია, რომელიც თქვენს წიგნში ჩნდება, განსაკუთრებით მეორე მსოფლიო ომამდე ან მის დროს, არის ხანდახან ჰარმონიული და ხანდახან დაძაბული ურთიერთობა ხაბადსა და ერთობლივი განაწილების კომიტეტს შორის, ანუ ჯოინტს შორის, რომელიც მაშინაც და ახლაც წარმოადგენს ებრაული ფილანთროპიული დახმარების მთავარ წყაროს საფრთხეში მყოფი ებრაული თემებისთვის მთელ მსოფლიოში. რა იყო დაძაბულობის მიზეზები ხაბადსა და ჯოინტს შორის მეორე მსოფლიო ომამდე? პირველ რიგში ხაბადსა და ჯოინტს საუკუნეზე მეტი ურთიერთობა აქვთ. ეს ქორწინებას გავს. ზოგჯერ კარგად ეწყობით, ზოგჯერ კი არ ეთანხმებით ერთმანეთს. მაგრამ მიუხედავად იმისა, რომ წინარებეს სერიოზული უთანხმოებები ჰქონდა ჯოინტთან 20-იან და 30-იან წლებში, მან ისინი საჯაროდ არასოდეს გაუკრიტიკებია. ის ამას მხოლოდ პირადად აკეთებდა, რადგან ყოველთვის ხედავდა იმ საქმეში მნიშვნელობას, რასაც ჯოინტი აკეთებდა. და ჩვენც გქონდა, იცით, დღესდღეობით რუსეთში ვფიქრობ, კომუნისტური ეპოქის დასრულებისა და დაშლის შემდეგ რუსეთში დიდი ბრძოლა იყო იმისთვის, თუ რომელი ორგანიზაცია გახდებოდა წამყვანი. რა მოხდებოდა? მგონია, მაშინ ჯოინტთანაც იყო გარკვეული დაძაბულობა, რაც ეხლა უკვე ჩაცხრა და ჩვენ მათთან თანამშრომლობით მუშაობთ. თუმცა რაც მოხდა 20-იან და 30-იან წლებში, ვფიქრობ, ეს იყო უდიდესი შეცდომა ებრაული ქველმოქმედების ისტორიაში.
ეს არის joint. იყო. ჯოინტის ხელმძღვანელი იყო ფელიქს ვალბერდი, რომელიც იმ დროს იაკობ შიფის, რომელიც ფიქრობ იმ დროისთვის უკვე გარდაცვლილი იყო, სიძე იყო. და ფელიქს ვალბერგი თუ მის ბიოგრაფს აიკითხავთ, იყო ებრაელი, რომელიც იომ კიპურის დღეს ტაძარ ემანუელში 9 საათი ჩნდებოდა. ის სულაც არ იყო სულიერი ადამიანი. ის 1926 წელს წავიდა რუსეთში. და რუსები, კომუნისტები, F-სექცია და რუსეთში კომუნისტები სურდათ შეექმნათ ებრაული კოლონიები, სადაც ებრაელები სოფლის მეურნეობაში იქნებოდნენ ჩართული. რებეს სურდა, რომ ებრაელებს მიეცათ საშუალება ეცხოვრათ ურბანულ გარემოში, სადაც საკუთარ სახლებში კერძო საქმიანობას შეძლებდნენ. ისინი იცხოვრებდნენ თავიანთ ებრაულ თემებში, ექნებოდათ საზოგადოებრივი ინფრასტრუქტურა. მათ შეეძლოთ შეძლების დაგვარად საარსებო შემოსავალი მიეღოთ სახლის პირობებში წარმოებული საქმიანობით. და მათ და რაც მოხდა იყო ის, რომ უოლ-სტრიტის ამ ტიტანმა უხელმძღვანელად ჯოინტს, რომ კომუნისტებთან პარტნიორობა დაედოთ. და დაახლოებით 1924 წლიდან, ანუ 1920-იანი წლების შუა პერიოდიდან 1937 წლამდე, მათ ამ სასოფლო სამეურნეო საქმეში დღევანდელი კურსით 250 მილიონი დოლარი ჩადეს. ისინი კომუნისტებთან პარტნიორებად იქცნენ ებრაელებისთვის სასოფლო სამეურნეო დასახლებების აშენებაში. სადაც მიდიხარ იქ სინაგოგა არ არის, სკოლა არ არის საზოგადოებრივი სტრუქტურა. ცდილობენ ებრაელები კარგ კომუნისტებად აქციონ. და ეს ცუდად მთავრდება, რადგან 1927 წელს სტალინმა რომელმაც ყველას უღალატა, JDC-საც უღალატა და რუსეთში 200 JDC-ის თანამშრომელი იყო, რომლებიც ან გადაასახლეს, ან მოკლეს, ან დააპატიმრეს. ამიტომ ისინი ამას ამერიკაში მალავენ, რადგან მათი რეპუტაცია ძალიან ცუდად გამოჩნდება. ხომ გესმით რა დაემართა ჩვენს ხალხს? და ჩემთვის ეს ცოტა შოკის მონგრელია, რადგან არასდროს დამავიწყდება მუმბაიში ტერორისტულ თავდასხმებში დაღუპული ადამიანები, რომლებმაც ჩვენ ძალიან შეგვძრა. და აქ ჯოინტმა 200 ადამიანი დაკარგა და ეს დამალა. ეხლა ეს მართლაც შოკის მომგვრელი ამბავი. და ის ამერიკაში ჩამოდის 1929-1930 წლებში. და მისი მთავარი მიზანია, რომ ის მუშაობდა ჯოინტის ლიდერებთან ევროპაში, რომლებიც ყველა ძალიან სცემენ მას პატივს. და როგორც ერთ-ერთი მათგანი წერს ანგარიშში ამერიკელ ლიდერებთან, რებე ერთადერთია, ვინც იცის, როგორ შეიტანოს რამე რუსეთში. სხვა სიტყვებით რომ თქვათ, ფული, ორგანიზაცია, ლოჯისტიკა, მას ეს ყველაფერი გამოსდის. თუ გინდა რომ დაეხმარო ებრაელს რომელიმე ქალაქში რუსეთში, მიეცი ფული რებეს რიგაში, ლატვიაში. რამდენიმე თვეში ეს ფული რუსეთში იქნება და იმ დესეთში იქნება და იმ ადამიანს ექნება ფული. თუმცა ვალბერგი იმდენად იყო დარწმუნებული, რომ სწორ საქმეს აკეთებდა. ის 1926 წელს რუსეთში იყო ნამყოფი. მან ნახა სოფლები, ვალბერგი 6, ვალბერგი 7, ხველარგი 7. ყველა იქ იდგა თავისი სასოფლო სამეურნეო იარაღებით. მათ მოატყუეს ეს კაცი. ნამდვილი პოტიომკინის სოფლები იყო. თანკას სოფლები. და ბოლოს ძალიან საინტერესოა. იყო ერთი გაზეთი. არ ვიცი გახსოვს თუ არა. ბავშვობაში მახსოვს ერქვა საბჭოთა ჰეიმლანდი. ეს იყო საბჭოთა პროპაგანდის გაზეთი. და 1950-იან წლებში, 50-იანებში მან დაწერა რომ ებრაული კოლონიები აღარ არსებობენ. ეს პროექტი ჩავარდა. ესე რომ ჯოინტმა დახარჯა $4 მილიარდი წარუმატებელ ექსპერიმენტზე. მეორე მხარეს $4 მილიარდი 1920-იანი და 30-იანი წლების დოლარი. ხო, 1920-იან წლებში უფრო მეტი ფული ვიდრე როგორ იყო ეს. დღესაც $4 მილიარდია. მაგრამ მეორე მხრივ, როცა 1000 ხასიდი ომის შემდეგ რუსეთიდან გაიქცა, ვინ იდგა ხაბადის გვერდით და ვინ დაეხმარა ამ ხალხს დასახლებასა და მთელ მსოფლიოში გადანაწილებაში? ეს იყო ჯოინტი. როცა ხაბადმა მაროკოში 1950 წლიდან სკოლების სისტემა შექმნა, რომელსაც საბოლოოდ 10,000-ობით მოსწავლე ჰყავდა, ვინ იყო ხაბადის მთავარი პარტნიორი? ეს იყო ჯოინტი. და ბევრ სხვა წამოწყებაშიც ასე იყო. ასე რომ მიუხედავად იმისა, რომ რებეს სერიოზული უთანხმოება ჰქონდა მათთან, რაც არასდროს გამოუთქვა საჯაროდ, ყოველთვის პირადად ეუბნებოდა მათ, რადგან ის ყოველთვის წერდა, ჯოინტი კარგ საქმეებს აკეთებსო. მას ვალბერგთან არ ეთანხმებოდა. და ვალბერგი, რომელიც ძალიან სეკულარული თვალსაზრისიდან მოდიოდა, რებეს დიდი ზიზრით უყურებდა. გვაქვს ვალბერგის წერილები. მე არ ვენდობ იმას. იცით და ის არც კი თვლიდა რომ რუსეთში ანტისემიტიზმი არსებობდა. ამერიკაში ჯოინტის ლიდერების აღქმა რუსეთში არსებული რეალობის შესახებ უბრალოდ სრულიად შოკის მომგვრელი იყო. ის ერთადერთი არ იყო, ვინც რუსეთში წავიდა, იცით და იფიქრა რომ მომავალი დაინახა. ეს არის მომავალი. დანიცით, მაგრამ but მაგრამ რაც მოხდა, ეს იყო ძალიან ბნელი თავი ჯოინტის ისტორიაში, რომელიც საბოლოოდ აღწერა ჯოინტის ისტორიკოსმა. მე არასოდეს მინახავს მემორიალი ყველა იმ ადამიანისთვის, ვინც მოკლეს. მაგრამ ამავე დროს ხაბადთან ურთიერთობა ომის შემდეგ პერიოდში, მაროკოში და ბევრ სხვა ადგილას, ასევე დღესაც ჯოინტში, ჩვენ იცით, ყველაზე დიდი მოთამაშეები ვართ ებრაული ცხოვრების სფეროში ყოფილი საბჭოთა კავშირის ტერიტორიაზე. ჯოინტს აქვს ცენტრები, ეხლა ისინი ნაკლებია ვიდრე 20-30 წლის წინ, მაგრამ ძალიან მნიშვნელოვან საქმეს აკეთებს. და ამ მრავალი თემის შემთხვევაში ჩვენ თანამშრომლობთ ჯოინტთან და მათთან ერთად მუშაობთ.
ეს ხანგრძლივ ურთიერთობას გავს. ეს ოჯახივითაა, მიშპახასავით. რამდენიმე წელი ვერ უგებდით ერთმანეთს, მერე ძალიან კარგად დავმეგობრდით და ეხლა ვცდილობთ ისევ კარგად ვედვიყოთ. აი ეს არის მთავარი, მაგრამ ვფიქრობ, აქ ჩვენთვის, ებრაელი ფილანტროპებისთვის, გაკვეთილია, რომ ნამდვილად უნდა დაფიქრდნენ, სად დებენ თავიანთ ფულს. და დღესაც არსებობს. და ამაში ეჭვი არ არის გარკვეული მიკერძოება ხაბადის მიმართ. რამაც ებრაული საზოგადოების ყველა წევრი, განსაკუთრებით უფრო სეკულარული ნაწილი, მზად არ არის მხარი დაგუჭიროს, მიუხედავად იმისა, რომ ბევრ სფეროში ჩვენ ვართ ებრაული ცხოვრების მთავარი ძალა. შეხედეთ ებრაულ ცხოვრებას კამპუსებზე დღეს. ხაბადის წარმატება დაუჯერებელია. და შეხედეთ თუ უკრაინაში წახვათ. ომის დაწყების შემდეგ იქ ორჯერ ვიყავი. ებრაული ფედერაციები ძალიან მხარს უჭერდნენ იმ საქმეს, რასაც უკრაინაში ვაკეთებდით. და ხალხი იწყებს გააცნობიეროს, რომ იცით, ჩვენ ვართ მთავარი მოთამაშე ამ გარემოში. ამიტომ ებრაული საზოგადოების უფრო ლიბერალურ ნაწილში ჯერ კიდევ არსებობს გარკვეული დისკომფორტი ზოგი ებრაელის მხრიდან და მე ამას ვიგებ. შეიძლება ისინი ფილოსოფიურად არ ეთანხმებიან ჩვენს ღირებულებათა სისტემასა და იდეოლოგიას, მაგრამ რეალურად უნდა შეხედონ და თქვან: კარგი, ჩვენ გვინდა საქმე ბოლომდე მივიყვანოთ. მართლა ხაბადია ის, ვინც ამ საქმის გასაკეთებლად ყველაზე უკეთაა მომზადებული. იმიტომ რომ და ეს არის ჩვენ ჯერ კიდევ ვფიქრობ, ვებრძვით ამ მიკერძოებას ებრაული სამყაროს ზოგიერთ ნაწილში. მაგრამ ეს ტიპური ებრაული ამბავია და ჩემთვისაც ახლობელია, თან მართლაც ძალიან საინტერესოა. ცნობილი ებრაული ისტორია, არაფერი ახალი. მართალია. ეხლა როცა ვყვებით მის ცხოვრებას, რებეს ცხოვრებას, მას შემდეგ რაც მე-6 რებე რუსეთიდან წავიდა, ის 1930-იან წლებში ევროპაში დარჩა. თუმცა აშშ-ში სტუმრობდა. ის, იცით, იმ დროინდელ პალესტინასაც სტუმრობდა. მაგრამ როცა ორი ტოტალიტარული მოძრაობა, კომუნიზმი და ნაციზმი, თანდათან აძლიერებდნენ ებრაელების დევნას. რა მიზნები ქონდა მაშინ და როგორი წარმატება ქონდა იუდაიზმის აღორძინებაში იმ პერიოდში პოლონეთში, რომელიც ჰოლოკოსტის წინ მილიონობით ებრაელის სამშობლო იყო. ეს იყო ებრაული ცხოვრების ყველაზე დიდი ცენტრი მსოფლიოში. სწორია, ეს უდავოა. მაგრამ ნახეთ, ის პოლონეთში ჩამოდის და არ მიყვება ჰარედული სამყაროს დანარჩენი ნაწილის დღის წესრიგს. ჰარედული სამყარო პოლიტიკურად დაკავშირებულია გუშემუნიმთან. ხაბადი ისტორიულად ყოველთვის იკავებდა პოზიციას, რომ პოლიტიკაში არასოდეს ჩართულიყო. და ისიც პოლონეთიდან ცდილობს გააკეთოს ყველაფერი, რაც შეუძლია, რომ დაეხმაროს ებრაელებს მთელ მსოფლიოში. ის აგზავნის ემისრებს სამხრეთ აფრიკაში, ავსტრალიაში და ბევრ სხვა ქვეყანაში, რათა გააძლიეროს ებრაული ცხოვრება. ის ნამდვილად ასეა, მაგრამ საინტერესოა, რომ როცა პოლონეთში ჩამოდის, მას ძალიან მცირე მიმდევრები ხავს და ქმნის იეშივების ქსელს, ის ქსელს, რომელიც 1930 წელს მხოლოდ ერთი იეშივას მოიცავდა, სადაც შეიძლება 50 ან 100 სტუდენტი იყო. და 1939 წლისთვის მას უკვე ჰქონდა 11 იეშივა, თითქმის 1500 სტუდენტით. ის ნამდვილად აშენებდა ხაბადს პოლონეთში შიგნიდან. ხანდახანის წინააღმდეგობაში მოდის სხვა ლიდერებთან, უფრო ხარედულ საზოგადოებაში, რადგან პოლიტიკურ ასპარეზზე მათ არ უერთდება, რაც დღემდე გრძელდება. ხაბადი ერთადერთი დიდი რელიგიური ჯგუფია ისრაელში, რომელიც არც ერთ პოლიტიკურ პარტიას არ ეკუთვნის. ხაბადის ჰასიდები ისრაელში ყველა ინდივიდუალურად აძლევს ხმას მათთვის სასურველ პარტიას. და უნდა გითხრათ რაღაც ძალიან სასაცილო. ყოველ წელს ისინი აქვეყნებენ მონაცემებს ისრაელის ყველა ქალაქში, თუ ვინ რომელ პარტიას აძლევს ხმას. არის ხაბადის ქალაქი ისრაელში, რომელსაც წოდებენ ცფათ ხაბადი. და ყოველთვის არის ერთი ადამიანი იქ, რომელიც აძლევს ხმას მემარცხენე პარტია მერეც. არ ვიცი ვინ არის ეს. შეიძლება ხუმარაა, მაგრამ ერთი მერეცის მხარდამჭერი არის ცფათ ხაბადში, ათასობით ამომრჩეველს შორის. მაგრამ მოусმინე, იქნებ ეს არის ძველი მერეცის მხარდამჭერი, რომელიც რელიგიური გახდა. თავისუფალი ქვეყანა, ღმერთს მადლობა, თავისუფალი ქვეყანა, უსუფალი ქვეყანა. ისინი ვისაც უნდათ, იმას მისცემენ ხმას. მაგრამ ხაბადი არასდროს გამხდარა ამ პოლიტიკური სისტემის ნაწილი. და ისტორიულად დამოუკიდებელი მიმართულებით მიდიოდა. ასე რომ, პოლონეთში ვფიქრობ აქტუალობის შესანარჩუნებლად იბრძვის. და ის ასევე არ ეთანხმება იქაურ რელიგიურ ისტებლიშმენტს. და ამავე დროს ცდილობს დაუკავშირდეს ებრაულ თემებს მთელ მსოფლიოში. ის ცდილობს ფულის შეგროვებას და რუსეთში იატაკქვეშა ქსელის კოორდინაციას. ის აგზავნის ემისრებს, როგორც თქვი, სამხრეთ აფრიკაში, ავსტრალიაში და სხვა ადგილებში, რათა დაუკავშირდეს იქაურ ებრაულ თემებს. ის ატარებს ერთ წელს ამერიკაში, საიდანაც ბრუნდება სრულიად განსხვავებული დამოკიდებულებით, ამერიკელი ებრაელების მიმართ, რადგან ბევრი მართლმადიდებელი ამერიკას უყურებდა როგორც იმას, რასაც ჩვენ უწოდებთ ტრაიფა მედინა, არაკოშერულ ქვეყანას. არ წახვიდე იქ, შენი იუდაიზმი დასუსტდება. და რებე ბრუნდება ამერიკიდან თითქმის 1 წლის შემდეგ უზარმაზარი ოპტიმიზმით ამერიკელი ებრაელების მიმართ. მას მიაჩნია, რომ მათ აქვთ გარკვეული სუფთა სული. ისინი სულიერებისადმი გახსნილები არიან. და მას აქვს დიდი ოპტიმიზმი ამერიკელი ებრაელების მიმარელების მიმართ. ნავსადგურში გამგზავრების დღეს ამბობს, რომ ამერიკა მომავალში გახდება ებრაული სწავლების დიდი ცენტრი. მას აქვს ეს ოპტიმიზმის განცდა.
ამიტომ ამ ომშორის პერიოდში ეს ჩაბადისათვის ნამდვილი გარდამავალი პერიოდია, მაგრამ ის გადაწყვეტს პოლონეთში დარჩენას, რადგან მიაჩნია, რომ უნდა იზრუნოს რუს ებრაელებზე. გექნებათ უფრო მეტი სიახლოვე და ასევე განავითარებთ ჩაბადის საზოგადოებას ცენტრალურ ევროპაში, აღმოსავლეთ ევროპასა და პოლონეთში, ამ ქვეყნებში. იმ სამყაროში ხასიდურ ტრადიციას მომავალი ექნება. დიახ. ეხლა ჰოლოკოსტი ცხადად წარმოადგენს უნიკალური ტრაგედიის პერიოდს ყველა ებრაელისთვის. მაგრამ რა გავლენა იქონია ამან კონკრეტულად ხაბადზე, რომელიც მიუხედავად რებეს გაქცევისა, რაც, როგორც ვიცით, თავისთავად საინტერესო ისტორია, მისი ლიდერებისა და რაბინების უმეტესობა დანარჩენ ევროპელ ებრაელებთან ერთად ნაცისტური იმპერიის ტყვეობაში აღმოჩნდა. და შემდეგ რა მოხდა? თუ შეგიძლიათ მოგვიყევით ცოტა ხაბადის და რებეს როლზე, იმ ძირითადად წარუმატებელ ნაწილობრივ წარმატებულ მცდელობებში, რომლებიც შეერთებულ შტატებში ებრაული საზოგადოების გადასარჩენად ცნობიერების ამაღლებას ისახავდა მიზნად. მოდი ნებამომეცით დავამატო, რომ ძალიან საინტერესოა როგორ გადარჩა ის, რადგან ეს ისეთი რამაა, რაც ჰოლივუდურ ფილმადაც კი შეიძლება იქცეს, მაგრამ არ გონია, ჰოლივუდი ოდესმე გადაიღებს ფილმს რელიგიურ რაბინზე, რომელმაც რაღაც გააკეთა. სულიად სხვა ტიპის ჰოლივუდში. სხვა ტიპის ჰოლივუდი. თუმცა ამერიკის მთავრობა, როცა ხაბადი ამ ქვეყანაში ძალიან მცირეა, მხოლოდ რამდენიმე აქტივისტი ხავთ, როგორღაც თეთრი სახლის ყურადღებას იქცევს. და ამერიკის მთავრობა მიდის გერმანიის მთავრობასთან და ეუბნება, ეს არის 1939 წლის სექტემბერი-ოქტომბერი. გადაარჩინეთ ეს რაბინი. ისინი აგზავნიან გერმანელი ჯარისკაცების დანაყოფს ვარშავაში, რომ იპოვონ იგი. და გერმანელებსაც უნდათ ამის გაკეთება, იმიტომ რომ ფიქრობენ, ხომ იცი რა, თუ ამერიკა ჩვენი კმაყოფილი იქნება, იცი. ომი არ ვიცით რა მოხდება. არც კი ვიცი იცოდნენ თუ არა საით მიდიოდა ომი. ხო, მთავარია გვახსოვდეს, რომ როცა პოლონეთი დაიპყრეს, ამერიკის შეერთებული შტატები ჯერ კიდევ ნეიტრალურია. ამერიკა ომში კიდევ 2 წლის განმავლობაში არ ერთვება. ამერიკა ომში კიდევ 2 წლის განმავლობაში არ ერთვება. ასე რომ ამ ეტაპზე ხომ ასეა, გერმანია ფიქრობს, თუ ამერიკელებს დახმარებას გაუწევთ, ისინი ნეიტრალები არიან, ამ ნეიტრალურები არიან ამ ეტაპზე. ისინი აღმოაჩენენ მის ადგილსამყოფელს და ის იგზავნება. 1939 წლის დეკემბრის ბოლოს იგზავნება რიგაში. რიგადან კი ამერიკის შეერთებულ შტატებში ჩამოდის. ეხლა ამერიკის შეერთებულ შტატებში ჩასვლის შემდეგ პირველი რაც აკეთებს, ყველაფერს ცდილობს, რომ თავისი იეშივების სტუდენტები გადაარჩინოს. მან პოლონეთში რაც შეიძლება ბევრ ხაბადის მიმდევარს მოუწოდა, დაეტოვებინათ პოლონეთი და წასულიყვნენ ლიტვაში, რომელიც იმ დროს ნეიტრალური ქვეყანა იყო. და იწყებს წერილების გაგზავნას მთელი მსოფლიოს მასშტაბით, რომ იპოვოს ვიზები, იპოვოს ადგილები, სადაც ისინი შეძლებენ წასვლას. და ის ცდილობს ფულის შეგროვებას, მაგრამ მისი რესურსები ძალიან შეზღუდულია. და მას არ აქვს ძლიერი მხარდამჭერი ბაზა აქ შეერთებულ შტატებში. იცით, დღეს თუ შეხედავთ ხაბადს, ეს არის ებრაული სამყაროს ძლიერი ძალა. იცით, ამერიკის თითქმის ყველა გარეუბანში ახლოსვე არის ეს დიდი ხაბადის შენობა. მაგრამ იმ დროს ამერიკაში შეიძლება 100 ნამდვილი ხასიდი იყო და არც ერთს არ ჰქონდა სერიოზული ფული. ამიტომ მას ფული არ აქვს. და მიუხედავად იმისა, რომ ხაბადმა ამერიკის მთავრობის მაღალ დონეებამდე მიაღწია, რათა რებე გადაერჩინათ, ეს არანაირად არ გადაიქცა პოლიტიკურ გავლენად. ეს ერთჯერადი საქმე იყო. რუზველტის თეთრ სახლში რამდენიმე მნიშვნელოვანი ფიგურა იყო, რომლებაც გადაწყვიტეს, რომ ეს რაბინი უნდა გადაერჩინათ. შემდეგ კი აღარ დაინტერესებულან, ასე რომ მას არ აქვს პოლიტიკური გავლენა, მას მცირე ფინანსური რესურსები აქვს. და ადრეულ პერიოდში ის ყველაფერს აკეთებს, რომ რაც შეიძლება მეტი სტუდენტი გადაარჩინოს. მაგრამ ის ნამდვილად დემორალიზებულია, რადგან იმ დროს გრძნობს ამას და 1953 წელს წერს ამ გრძელ წერილს, სადაც ამბობს, რომ პოლიტიკოსები არ გვისმენენ. და წარსულში წერს ის, ებრაელებს ყოველთვის შეეძლოთ პოლიტიკოსებთან ლობირება, რომლებიც ცდილობდნენ გახსნილები ყოფილიყვნენ. მედია არ არის დაინტერესებული იმით, რაც გვაქვს სათქმელი. ებრაელი ლიდერები საკმაოდ უძლურები არიან. და ჩვენ ვიცით, თუ დააკვირდებით, იცით, რომ ეჭვი არ არის, როგორც რაფაელ მედოფი წერს, რომ რუზველტმა თბილად მიიღო იმ დროის ყველაზე მნიშვნელოვანი ებრაელი ლიდერი, სტივენს უაიზი, რომელსაც აღყოფნი და გამბედაობა, რომ წამომდგარიყო და ამერიკელი ებრაელების საზოგადოება გაერთიანებინა თეთრი სახლის წინააღმდეგ. ეს ნამდვილად ასე იყო. მათ სურდათ ომის წარმოება და არა ებრაელების გადარჩენა. მათ არ სურდათ აუშვიცის დაბომბვა. მათ არ სურდათ ის მარტივი ნაბიჯების გადადგმა, რაც ამას გამოიწვევდა. ამიტომ რებე უკიდურესად იმედგაცრუებულია, რადგან მას არ აქვს გავლენა და არ აქვს ფული. მას არ აქვს გავლენა. ის ყველაფერს ცდილობს, რაც შეუძლია, რომ გადაარჩინოს ნებისმიერი ადამიანი. როცა იგებს, რომ არიან ებრაელები, რომლებსაც ის იცნობს და ისინი ავსტრალიის ლტოლვილთა ბანაკებში იმყოფებიან, წერს თავის მიმდევრებს ავსტრალიაში. გთხოვთ მიხედეთ მათ. როცა ის პოულობს ამერიკელ ლტოლვილებს ჩრდილოეთ საგუაროში, აგზავნის თავის მიმდევრებს, რომ მიხედონ მათ. რასაც შეძლებს, ყველაფერს აკეთებს, მაგრამ ძალიან შეზღუდულია. ის ასევე ავადაა, ეტლში ზის, მოძრაობა უჭირს, ვერ გადაადგილდება.
საინტერესოა, რომ ის მხარს უჭერს ცნობილ მარშს ვაშინგტონში 1953 წლის ოქტომბერში, სადაც აგზავნის ძალიან გამორჩეულ ჯგუფს. მაგრამ თავად მას არ შეუძლია წასვლა, რადგან ფიზიკურად უუნაროა იქ განგზავრებისთვის. მაგრამ ისი მარშზე ხაბადის წარმოსადგენად თავის 4 ძალიან პატივცემულ ხასიც აგზავნის. რაც აღმოჩნდა კატალიზატორი ომის ლტოლვილთა საბჭოსთვის, რომელმაც დაიწყო მრავალი ებრაელის გადარჩენა ევროპაში და მათი ბედის შეცვლოცლა. მაგრამ ვფიქრობ, მან გააკეთა ყველაფერი, რაც შეეძლო თავის გარემოებაში. მაგრამ იმის გამო, რომ არ შეეძლო პოლიტიკურ დონეზე მოქმედება, რაც არ უნდა იყოს, ის ამასაც ამბობს. ეს არის დრო, როცა უნდა უპასუხოთ სულიერად, ლოცვით, მეტი თორას სწავლით, ღმერთთან მიმართვით. კლასიკური ებრაული პასუხი საშინელი ტრაგედიისა და კრიზისის დროს არის სულიერი თვითანალიზი. ამიტომ მან ამ დროსაც ეს მოითხოვა. მაგრამ ის მართლაც გადაარჩენს თავის მოსწავლეთა ჯგუფს, რომლებიც შანხაიში აღმოჩნდებიან. თითქმის 50 მათგანი შანხაიში აღმოჩნდება. ზოგიერთმა მათგანმა ომამდე კანადაში ჩააღწია. მაგრამ ის ყოველთვის ეძებს, რა შეუძლია გააკეთოს. მინდა გეამბოთ მასზე ერთი ძალიან საინტერესო და მაინტრიგებელი ისტორია. 1951 წლის იანვარში სტუდენტების ჯგუფი თელზის იეშივადან, რომელიც ევროპაში ცნობილი იეშივა, ყველა ბრიტანეთის პასპორტით აღმოჩნდებიან მგონი ბრიზბენში ან ადელაიდაში. ისინი ავსტრალიაში აღმოჩნდებიან. როცა ავსტრალიელები მათ იქ ხედავენ, იცით, ეს ბრიტანეთის თანამეგობრობის ქვეყანა იყო. ასე მოხვდნენ იქ. მათ მთელი რუსეთის სიგანე გადაკვეთეს ჩინეთამდე. ამერიკა ომში 41 წლის დეკემბერში ერთვება. ეს კი 41 წლის იანვარია და ისინი ავსტრალიაში აღმოჩნდებიან. ადგილობრივი ავსტრალიელი ებრაელები, იცით, მაშინ ავსტრალიაში ებრაული დრის სკოლები არ არსებობდა. იყვნენ მართლმადიდებელი რაბინები, მაგრამ ისინი თავშეკავებულები იყვნენ. ისინი არ ეწინააღმდეგებოდნენ თავიანთი წევრების რელიგიურობის შემცირებას. ამიტომ ადგილობრივმა ებრაელებმა თქვეს, იცით რა, თქვენ მართლა უნდა წახვიდეთ ამერიკაში. ჩვენ გადაგიხდით გზის საფასურს. ამიტომ თელზის იეშივას ყველა სტუდენტმა წერილები მისწერა იეშივას ხელმძღვანელს, როშ იეშივას, რომელიც ევროპიდან იყო ჩამოსული. ის უკვე ამერიკაში იყო. მისი სახელი იყო რაბი ორაბი ელიეზერ ბლოკი, დიდი თორას მეცნიერი. მოგვიშოვეთ ვიზები ამერიკაში და მათ მიიღეს ვიზები და წავიდნენ კლივლენდში, სადაც თავიდან დაარსეს თელზის იეშივა, რომელიც დღემდე არსებობს. იმ ჯგუფში ერთი ხაბადის სტუდენტი იყო. მისი სახელი იყო ხაემ გუტნიკი და ის ხაბადის ოჯახიდან იყო. ამიტომ მან წერილი მისწერა რებეს ბრუკლინში და სთხოვა, გამომიგზავნეთ ვიზა. და რებე უკან უგზავნეს შეთხოვინებას. იანვარი 41. ომის შემდეგ ავსტრალიაში ლტოლვილები ჩამოვლენ და შენ უნდა დარჩე იქ, რათა შექმნა თორას ადგილი, ასწავლო მათ ღმერთზე და გააძლიერო იუდაიზმი. იმ დროს ჰიტლერი ევროპაში ყველაზე ძლიერ პოზიციაშია. რუზველტი ჯერ კიდევ არ ეხმარება ჩერჩილს ისე როგორც მას სურს. ამერიკა და ინგლისი იბრძვიან ბლიცის ბრძოლაში. და რებე ამბობს, რომ ომის შემდეგ ავსტრალიაში ლტოლვილები ჩამოვლენ. და თუ დღეს ავსტრალიაში წახვალთ, ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეული რაბინული ოჯახი, რაბინული სასამართლოს ხელმძღვანელი, ხაშუთის ხელმძღვანელი, ყველგან გუტნიკების ოჯახია. ხოლო თავად ის თავის დროზე ავსტრალიის ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი რაბინი გახდა. და მისი შვილები, შვილიშვილები და შვილთა შვილებიც კი დღეს აგრძელებენ ამ მემკვიდრეობას. მაგრამ ეს იყო რებეს ხედვა, რომელმაც დაინახა არა მხოლოდ ის, რაც მასში ხდებოდა, არამედ ისიც, რაც მომავალში მოხდებოდა. ამიტომ მან ეს ახლა წამოწია. და დღეს ავსტრალიაში სინაგოგებში რაბინების 80% ხაბადის რაბინებია. ეს მართლაც საოცარი ისტორია და ბევრი კარგი რამ. სხვათა შორის ბევრი კარგი რამ. გამარჯობა. შეერთებულ შტატებში ჩასვლის შემდეგ, როგორც თქვენ წინში წერთ, რებემ შეგნებულად მიიღო გადაწყვეტილება, რომ რაღაც განსხვავებული გაეკეთებინა. არა ისე, როგორც ბევრი სხვა ორთოდოქსული ან ჰასიდური ჯგუფი ცდილობდა, რომ გარემოსთან შეგუებულიყვნენ, არამედ ჩაბადის ფილოსოფიის გავრცელება და ებრაული განათლების გაფართოებას სცადა. სხვებისგან განსხვავებით, რომლებიც ფიქრობდნენ, რომ საერო ებრაელობის ტენდენციის ფონზე უბრალოდ საკუთარი პატარა საზოგადოება უნდა შევინარჩუნოთ და სხვებამდე ვერ მივალთ, რატომ მიიღო მან ეს გადაწყვეტილება? და რა იყო იმ დროს ებრაული სამყაროს უმრავლესობის რეაქცია? პირველ რიგში, ებრაული სამყაროს უმეტესობა, განსაკუთრებით სეკულარული ებრაელები, ფიქრობდნენ, რომ ის არარელევანტური იყო. ორთოდოქსული ებრაული სამყარო ფიქრობდა, რომ ის ფანტაზიაში ცხოვრობდა. და როცა ის ნავიდან ჩამოდის, ცნობილ ფრაზას ამბობს: American Eastenders. ამერიკა განსხვავებული არ არის. იუდაიზმი ამ ქვეყანაში გადარჩება და აყვავდება ისე, როგორც ევროპაში. და თქვენ ორთავს უძღვნით ამ გამოთქმას. სწორია და ეს ძალიან მნიშვნელოვანი გამოთქმა. და ეს არის ის, რაც მან გააკეთა ომის 5 წლის განმავლობაში და რაც გააკეთა ომის შემდეგ. ორივე ეს რამ ძალიან მნიშვნელოვანია. და რაც მან გააკეთა ის არის, რომ მას შეცვალა ტრადიციული იუდაიზმის მიდგომა ამერიკაში თავდაცვიდან შეტევაზე.
ის არაპირებს უბრალოდ დაჯდეს და დაელოდოს, როდის მიხვალთ თქვენ, ან ის მოვა თქვენთან. ესე რომ მისი პირველი მნიშვნელოვანი ინიციატივა იყო 1940-1950 წლებში პროფესორ სარნას თქმით, რომელიც ალბათ ამერიკაში ყველაზე გამორჩეული ებრაელი ისტორიკოსი. პროფესორი ჯონათან სარნა. ჯონათანი ამბობს, რომ დაარსდა 92 ებრაული დღის სკოლა. მათგან მესამედი რებეს მიერ დაარსდა და მათი უმეტესობა ომის 5 წელიწადში. და რასაც ის აკეთებს, ამბობს, რომ ამერიკაში იუდაიზმი უნდა გარდაუქმნათ. და ამის მთავარი იარაღი არის ებრაული განათლება. ის ამერიკაში ზუსტად იმავეს აკეთებს, რასაც რუსეთში აკეთებდა, რადგან ამერიკაშიც იგივე კამათი ჰქონდა მართლმადიდებლურ სამყაროსთან, რაც რუსეთში. როდესაც კომუნიზმი მოდის, ყველა დიდი იეშივას დიდი ლიდერი, რებ იშუეს, ისრაელ სალანტერი, ხოფეც ხაიმი, რომელიც წმინდა ადამიანია, რებ აარონ კოტლერი, ეს ყველა ადამიანი თავიანთ იეშივებთან ერთად მიდიან და ბევრ სხვასაც. ისინი ამბობენ, მოდი ახლავე გავიდეთ რუსეთიდან, წავიდეთ პოლონეთში ან ლიტვაში და იუდაიზმი შევინარჩუნოთ. ზოგიერთი მათგანი ომის დასაწყისში და ომის დროს, ომამდე, ამერიკაში ჩამოდის და ისინი კვლავ ცდილობენ შექმნან თავდაცვითი იუდაიზმის მოდელი, რომელიც დღემდე არსებობს. წადით ლეიკუდში, ნიუ-ჯერსიში. ეს მართლაც გამორჩეული წარმატებაა. იქ, ცნობილ იეშივაში, 5-6 ადამიანი სრულ განაკვეთზე სწავლობს, მაგრამ ეს ლეიკუდში, ნიუ-ჯერსიშია. ლები ამბობს, არა, მე ვაგებ პასუხს ამ ქვეყნის ყველა ებრაელის, მთელი მსოფლიოს ყველა ებრაელის კეთილდღეობაზე. ეს გლობალური ლიდერის ხედვა და ის ამბობს, რაც მინდა გავაკეთო, არის ქსელის შექმნა, ამერიკაში ებრაული განათლებისადმი დამოკიდებულების შეცვლა. ამერიკელი ებრაელების უმეტესობა ფიქრობს, რომ საჯარო სკოლები კოლეჯსა და უნივერსიტეტში მოხვედრის და ამ ქვეყანაში წარმატების გზაა. ის კი ეწინააღმდეგება ძირითად მიმდინარეობას. აქ ებრაული განათლების დონე უკიდურესად დაბალია. მაგრამ უმეტესობისთვის ჩემთვის საუკეთესო აღწერა იყო ის, რაც ერთმა რაბინმა მითხრა, რომელიც ახლო ცოცხალი აღარ არის, მაგრამ ის კართან იდგა. ის ნავსადგურში იყო იმ დღეს, როცა რებე ჩამოვიდა და ეს ამბავი მან მომიყვა. მისი სახელი იყო რაბი ჰერშელ ფოგელმანი და ბოლოს წინა რებემ 40-იან წლებში გაგზავნა ვუსტერში, მასაჩუსეტსში, რომ ებრაული დღის სკოლა დაეარსებინა. მისი შვილები დღესადღესაც აგრძელებენ მის მემკვიდრეობას იქ და ნება მომეცით გითხრათ რა მომიყვა მან. მან თქვა, იმ დროს ამერიკაში რამდენიმე იეშივა იყო. ამერიკის მთავარი იეშივა იყო თორავოდაასი. ეს დღემდე შესანიშნავი იეშივა. და ის რაბი ფოგელმანი იყო იეშივას სტუდენტი 18-19 წლის თორავოდააში. და მან ასე აღწერა ეს ჩემთვის. ჩვენ რამდენიმე რელიგიური ებრაელი ამერიკაში თავს გრძნობდით ისე როგორც ვაგონების ქარავანი პრერიაზე, რომელსაც ინდიელები არტყამენ ალყას. ყველას გვინახავს ძველი ვესტერნები, სადაც ვაგონების ქარავანი წრედ დგას. ინდიელები კი გარშემოტრიალებენ, ესვრიან და ყველაც ცდილობს თავი დაიცვას. ინდიელები კი მათზე შეტევას ცდილობენ. და შემდეგ მოდის ამერიკის კავალერია და ინდიელებს აფრთხილებს აფრთხობს. მაგრამ რას მითხრა ფოგელმანმა? რომ რებე მოვიდა როგორც ამერიკის კავალერია და მას არ სურდა უბრალოდ ინდიელების განდევნა, მას მთელი კონტინენტის დაპყრობა უნდოდა. ამით მან ამერიკელი ებრაელების აზროვნება თავდაცვიდან შეტევაზე შეცვალა. მას თავისივე საზოგადოებაში ბრძოლა მოუწია, რომ მათი ჰორიზონტები გაეფართოვებინა. მას ბრძოლა უწევს ორთოდოქსული სამყაროს დანარჩენ ნაწილთანაც, რომელსაც მიაჩნია, რომ ამერიკაში ინსტიტუტების დამფუძნებლებიც კი ჩაკეტილი თავდაცვითი იუდაიზმის მოდელს მიყვებიან. ჩვენ ავაშენებთ ინსტიტუტს ჩვენი შვილებისთვის. ჩვენ არ ვაპირებთ მთელი საზოგადოების გარდაქმნას. რებეკი რევოლუციონერია. და ეხლა ვხედავთ, გადავიდეთ 2026 წლამდე, ფიუს უახლესი კვლევის მიხედვით, ამერიკელი ებრაელების 1/3 ყოველ წელს ხაბათში მიდის. იცი, ეს უბრალოდ გასაოცარია. სხვა სიტყვებით ვთქვათ, თქვათ, შეიძლება ითქვას, რომ ხაბათში მისული ადამიანების რაოდენობა, რომელთაგან 80-90% არ არის ორთოდოქსი, უფრო მეტია ვიდრე დღეს რეფორმულ სინაგოგებში მისული ხალხი. ფიქრობ, ამ ფაქტზე შეიძლება სტატისტიკური არგუმენტის მოყვანა. კიდევ უფრო გასაოცარი განცხადება. ეს ასევე აჩვენებს, რომ ძველი გზები, რომლითაც ჩვენ ყოფთ საკუთარ თავს და საკუთარ იდენტობას კუთვნილების მიხედვით გამსაზრდოთ, გარკვეულწილად მოძველებებულია. დიახ, ნამდვილად და ჩვენ ამას ვხედავთ. ასე რომ აქ ვხედავთ, რომ ის ჩამოდის ნავიდან 1940 წელს, მას სურს შეცვალოს ამერიკული იუდაიზმის მიმართულება. და როცა ხაბადი იტყო და თუ 1/3 მოდის, სად არიან დანარჩენი 2/3? ისინიც უნდა მოიზიდო და მოიყვანო. მაგრამ ამ ეტაპზე ის ცვლის ტრადიციული იუდაიზმის მიმართულებას ამ ქვეყანაში. ის არ ცდილობს თქვას, რომ მე შევქმნი დიდი იეშივას, მიუხედავად იმისა, რომ მართლაც არიან შესანიშნავი იეშივები და ისინი საოცარ რამეებს აღწევენ. მაგრამ ისინი რეალურად ვერ ერგება იმ გარემოს, სადაც მე ვცხოვრობ, ორინჯ ქაუნთიში, კალიფორნიაში. მას უნდა შეცვალოს მიმართულება. მას აქვს ოპტიმიზმის ეს შეგრძნება. ის აპირებს შეცვალოს მიმართულება და შეზღუდული რესურსების მიუხედავად ის ეტლში ზის. მისი მეტყველება შეფერხებულია. და რამდენი ჰასიდი ყავს მას ამერიკაში? 100, 200? მე არ გულისხმობ ადამიანებს, რომლებსაც ხაბადი ძველი ქვეყნიდან უყვართ. არამედ ნამდვილ ხასიდებს ძალიან ცოტა ყავს.
ის ამბობს, მე შევცვლი ამერიკულ იუდაიზმს. და ეხლა როცა მომავალს უყურებთ, იცი 80-90 წლის შემდეგ შეგვიძლია დავინახოთ იმ გადაწყვეტილებების გავლენა, რადგან რაც რეალურად გააკეთა რებემ, იყო ის, რომ მან გადაიბარა ესტაფეტა, რომელიც მისმა სიმამრმა წინა რებემ მას გადასცა. მან ეს წინ წაიღო წარმოუდგენლად კრეატიული გზებით, მაგრამ ბევრ შემთხვევაში უბრალოდ თავის სიმამრის იდეები აიღო, გააფართოვა, გააძლიერა და ებრაელი ხალხის ბედი შეცვალა. დიახ, ეს ძალიან მნიშვნელოვანი საკითხია და მართლაც გარდამტეხი მომენტია ამერიკელი ებრაელების ისტორიაში. ეხლა ერთ-ერთი მთავარი განსხვავება ხაბადსა და სხვა მართლმადიდებულ მოძრაობებს შორის იყო მისი დამოკიდებულება სიონიზმთან. ხაბადი იყო მოძრაობა, რომელსაც, როგორც თქვენ წერთ, ძალიან მჭიდრო კავშირი ჰქონდა ისრაელის მიწასთან, ბევრად ადრე, ვიდრე ისრაელის სახელმწიფო დაარსდებოდა. მაგრამ ის, როგორც ბევრი სხვა, ვინც სიონიზმს მტრულად ეკიდებოდა 1948 წლამდე, კატეგორიულად არ ეთანხმებოდა სეკულარულ ებრაელებს, რომლებიც ისრაელში ებრაული იდენტობის ხელახლა შექმნას ცდილობდნენ, რწმენისა და ტრადიციის უარყოფით. მაგრამ 1948 წლის შემდეგ რებე ისრაელის სახელმწიფოსთან დაკავშირებით განსხვავებულ არჩევანს აკეთებს, ვიდრე ზოგიერთი სხვა რელიგიური საზოგადოების წარმომადგენელი. რა გააკეთა მან და რა უბიძგა ამ არჩევანის გაკეთებაში? ჯერ რომ გავიგოთ ფონი. ხაბადი ისტორიულად, როგორც სხვა რელიგიური ჯგუფები რუსეთში, დიდ მნიშვნელობას ანიჭებდა იმ იდეას, რომ ებრაული იდენტობის მთავარი საფუძველი უნდა ყოფილიყო თორა და არა სეკულარული ნაციონალიზმი. ამიტომ ერთ-ერთი მიზეზი იყო სიონიზმის წინააღმდეგობა. სინამდვილეში ძალიან საინტერესო ამბავია, რომ პირველი სიონისტური ჯგუფი რუსეთში ეწოდებოდა ბილუ, ბეთ იაკოვ ლეხუვნუხა, იაკობის სახლი. მოდით გავიდეთ. და მეოთხე რებე მისი სახელი იყო რებ შმუელ, რომელიც გარდაიცვალა 1883 წელს. მან თქვა, რომ ბილუსთან განიხილა, რომ თორაში წევია. იაკობის სახლი. მოდით გავიდეთ. ბეორ ჰაშემ, ღმერთის ნათელში. მან თქვა, რომ მხოლოდ ბოლო ორი ხაზი რომ დაემატებინათ, მეც შევუერთდებოდი და წავსულიყავი ერեց ისრაელში. ასე რომ კამათის არსი იყო ებრაული იდენტობის ბუნება და რა არის ებრაული იდენტობის საფუძვლები. და სიონიზმი და ბევრ შემთხვევაში სწორედ ეს სურდა, რომ შეეცვალა ებრაელების დამოკიდებულება საკუთარი თავისადმი, რომ ჩვენ გვაქვს გვაქვს ერი და გვაქვს სახელმწიფო. აღარ გვჭირდება იუდაიზმი და აღარ გვჭირდება თორა. თუმცა 1947 და 1948 წლებში სახელმწიფოს დაარსებაზე იყო სამი რეაქცია. უნდა გავიგოთ რა არის ეს რეაქციები. ჰარედული სამყარო ამბობდა, იცით რა, ბოლო 70-80 წლის განმავლობაში სიონიზმთან ძალიან ცუდი ურთიერთობა ჰქონდა. ჩვენ შევქმნით საზოგადოებას. საზოგადოებაში გვექნება ჩვენი პოლიტიკური პარტიები, რომ თავი დავიცვათ. ნამდვილად არ გვინდა არმიაში წასვლის წახალისება. არ გვინდა ესე აქტიურად ვიყოთ ჩართული ისრაელის საზოგადოებაში. ჩვენ განცალკევების ესეთ პოზიციას დავიკავებთ. რელიგიური სიონისტები ამბობდნენ, რომ სახელმწიფო არის გამოსყიდვის პროცესის დასაწყისი. დასახის და მათ და არსებობს ლოცვა ისრაელის სახელმწიფოსთვის, სადაც ნათქვამია სიტყვები რეშეთ ცმიხუთ გულატენუ, ჩვენი გამოსყიდვის პირველი ყვავილობა. და ისინი ამას ხედავდნენ ძალიან ძლიერი რელიგიური ფესვებით. რომელსაც კითხულობენ როგორც კონსერვატიულ სინაგოგებში, ისე ბევრი კონსერვატორი ებრაელიც. ხაბადმა ერჩია შუაგზა. ხაბადმა თქვა, რომ ის დგას ამ ორ განსხვავებულ ელემენტს შორის. პირველი, ჩვენ არ ვეთანხმებით თანამედროვე ისრაელის საზოგადოებისგან განცალკევების იდეას. ამიტომ ჩვენ გვინდა ვიყოთ ამ საზოგადოების ნაწილი. წინარებემ თავის მინდევრებს უთხრა. ყველამ უნდა მიიღოს მონაწილეობა ქვეყნის დაცვაში. ჩვენ უნდა წავიდეთ არმიაში. სინამდვილეში, სანამ უზენაესი სასამართლო, რომელზეც მე ჩემს პრეტენზიებს მაქვს ისრაელში, ამას გაანადგურებდა, ამ თემას ამ პოდკასტში უკვე შევეხეთ ნამდვილად. ჩვენ გქონდა არაოფიციალური შეთანხმება მრავალი წლის განმავლობაში. ბოლო 20 წლის განმავლობაში ეს ოფიციალური იყო, სადაც ხაბადის და რაბინული სტუდენტები, არა გოგონები, არამედ ბიჭები, ესწრებოდნენ იეშივას და შემდეგ მიდიოდნენ არმიაში. და 2 კვირის წინ ისრაელის თავდაცვის მინისტრმა წუხილით აღნიშნა, რომ ჩვენ ვკარგავთ ბევრ უმაღლესი დონის ჯარისკაცს, რადგან ხაბადის შეთანხმება გააუქმა ისრაელის უზენაესმა სასამართლომ. ჩვენ ერთადერთი ჰარედული სექტორი ვიყავით, რომელიც მზად იყო არმიაში წასასვლელად და ჩვენ დავკარგეთ 12-ზე მეტი ხაბადის ჯარისკაცი, რაც მათ სხვებზე უფრო წმინდად არ ხდის. ისევე როგორც ბევრი სხვა ჯარისკაცი, რომლებმაც სიცოცხლე გასცირეს მას შემდეგ, რაც ომი დაიწყო 7 ოქტომბერს. ასე რომ ჩვენ მზად ვიყავით არმიაში წასასვლელად მოგვიანებით, გარკვეული შეთანხმების ფარგლებში. გვინდოდა რომ ჩვენს ბიჭებს ცოტა ხანს ეშივაში ესწავლათ და ამ წლების განმავლობაში ძალიან კარგი სამუშაო ურთიერთობა ჰქონდა მთავრობასთან. და გვინდოდა აქტიურად ყოფილიყავით ჩართული ისრაელის საზოგადოებაში. და ბოლო პუნქტი იყო ის, რომ პოლიტიკაში არ ჩავერთვებოდით. სხვა სიტყვებით რო ვთქვათ, შეიძლება ინდივიდუალურად მივცეთ ხმა რომელიმე პოლიტიკურ პარტიას და არსებობს გარკვეული პარტიები, რომლებიც ხაბადის ხმებისთვის იბრძვიან. მაგრამ ხაბადი არასდროს უჭერს მხარს. ორი არჩევნების დროს მართლაც ჩაერთო უჩვეულო სიტუაციებში, მაგრამ ეს დიდი ხნის წინ იყო, 30 წლის წინ. და ჩვენ არ ვართ ჩართული ისრაელის არჩევნებში. ჩვენ გვაქვს გარკვეული პრინციპები.
რებე ყოველთვის ძალიან ღელავდა იმაზე, რომ მიწის დათმობა ისრაელის სახელმწიფოს უსაფრთხოებას საფრთხეს შეუქმნიდა, რაც უსაფრთხოების საკითხზეა დაფუძნებული და სამწუხაროდ ეს ძალიან მართებულად დადასტურდა. მაგრამ ამას დრო დასჭირდა. ჩვენ გვინდა ვიყოთ ისრაელის საზოგადოების აქტიური ნაწილი. ჩვენ ჯერ კიდევ გვაშფოთებს სეკულარული ნაციონალიზმის იდეა, რომელიც ებრაული იდენტობის ჩანაცვლებას ცდილობს. ეს საკითხი დღემდე აქტუალურია ჩვენს გონებაში. ჩვენ ამას არ ვემალებით. მაგრამ ამავე დროს ყველაზე საინტერესო სტატისტიკას გეტყვით და ეს მართლაც შოკის მომგვრელია. ჩრდილოეთ ამერიკის ებრაულმა ფედერაციებმა ერთი წლის წინ ჩაატარეს კვლევა, რომლის ყველა შველა შედეგით საჯაროდ არ გამოქვეყნებულა სიონიზმსა და ამერიკულ ებრაულ საზოგადოებაზე. და ციფრები ასეთია. რეფორმისტულ მოძრაობაში ადამიანების 32% თავს სიონისტად მიიჩნევს. კონსერვატიულ მოძრაობაში ეს მაჩვენებელი 55%-ია. ორთოდოქსულ მოძრაობაში ეს მაჩვენებელი 65%-ია. ხაბადში კი და კიდევ ერთხელ, აქ საუბარია ძირითადად არარელიგიურ ებრაელებზე, არაორთოდოქს ებრაელებზე, რომლებიც ხაბადში დადიან. 82% ამბობს, რომ ისინი სიონისტები არიან. როცა ეს კვლევა გამოქვეყნდა, მე ამერიკელი ებრაელი ლიდერების ჯგუფთან ერთად ვიჯექიდე და ვკითხე, რა განსხვავებაა ჩვენსა და თქვენ შორის? უთხარი, თქვენ საუბრობთ ბალფურსა და ჰერცლზე, არა ჰიტლერზე. ღმერთმა დაგვიფაროს, ბალფურსა და ჰერცლზე. უბრალოდ ენა ამომივარდა. ბალფური და ჰერცლი, რომლებსაც კეთილშობილი იდეები ჰქონდათ. იცით, მათ სურდათ სახელმწიფოს აშენება და ასე შემდეგ. და ჩვენ ვესაუბრებით ებრაელებს, აბრაამისა და ღმერთის ფუნდამენტურ აღთქმაზე. ვამბობთ, რომ ისრაელის მიწა ეკუთვნის ებრაელ ხალხს. სხვა სიტყვებით რო ვთქვათ, ერეც ისრაელის იდეა არის ფუნდამენტური პრინციპი ებრაული იდენტობისთვის, რომელიც ჩვენს სულიერ არსს უკავშირდება. ასე რომ უცნაურია. ის, რასაც ანტისიონისტი ებრაელები მარცხენა ფლანგზე უარყოფენ, ისევე როგორც სხვა რამეებსაც უარყოფენ. და რაც არ უნდა უცნაური იყოს, მოძრაობა, რომელიც მრავალი წლის განმავლობაში ანტისიონისტური იყო. სეკულარულ ნაციონალიზმის ასპექტის გამო, დღეს დიასპორაში ეს არის მხარდაჭერის ყველაზე დიდი საყრდენი თანამედროვე ისრაელის სახელმწიფოსთვის. და ეს არ ეფუძნება სტატისტიკას, რომელიც მე არ შემიქნია. შეგიძლიათ ნებისმიერ ისრაელის დიპლომატს კითხოთ. არ მაინტერესებს პერუშია თუ პარაგვაიში, ავსტრალიაშია თუ არგენტინაში. ის გეტყვით, ვის შეუძლიათ დაეხდნონ ადგილობრივ ებრაულ საზოგადოებაში, რომ ისრაელისთვის მხარდაჭერა შექმნა. ეს არის არჩევნები. ასე რომ მიუხედავად იმისა, რომ ჩვენ ჯერ კიდევ არ გვაკმაყოფილებს ეს სეკულარული ნაციონალიზმის ელემენტი, მაინც მტკიცედ გვჯერა ისრაელის მხარდაჭერის. ჩვენ გვჯერა იმისა, რაც მოხდა. ყველა ამ ომში მომხდარი სასწაულებრივი იყო. და ამ იდეას დავასრულებ ძალიან საინტერესო განცხადებით. ეხლა აღნიშნავთ 50 წელს ენტებეზე ცნობილი რეიდიდან. და მინდა გაგიზიაროთ, რა თქვა ლუბავიჩის რებემ ამ რეიდიდან 1 ან 2 კვირის შემდეგ. მან თქვა, თუ იყო ჯარისკაცი, რომელიც არასდროს და ჩვენ ყველამ ვიცით, რომ თვითმფრინავები შაბათს გაფრინდნენ და შაბათს ღამით ღამენტებეში დაეშნენ, რათა გადაერჩინათ ისრაელები, ყველა ადამიანი, ვინც იქ გაიტაცეს. და ჩვენ დავკარგეთ ბიბი ნეთანიაჰუს ძმა. და კიდევ ერთი ქალი იყო სახელად ედით ბლოკი. მგონი მისი გვარი ბლოკი იყო, რომელიც მოკლეს, მაგრამ ყველა დანარჩენი გადაარჩინეს. და რებემ ასე თქვა, თუ იყო ჯარისკაცი, ისრაელის ჯარისკაცი, რომელმაც ცხოვრებაში არც ერთი შაბათი არ დაიცვა, მაგრამ შაბათს გაფრინდა, რათა ენტებეში მყოფი ხალხის სიცოცხლე გადაერჩინა. ის არის, და ამას ებრაულად ვიტყვი, ბეგედერ ცადიკ გომორ. ის ითვლება წმინდა ადამიანად და როგორც ცადიკი, მართალი ადამიანი. რადგან ასე უნდა შეხედო ისრაელის ჯარისკაცს, რომელიც სიცოცხლეს საფრთხეში აგდებს. და ჩვენ სინამდვილეში ბევრი მარტოხელა ჯარისკაცი ყავს ხაბადის თემებიდან ამერიკაში. და ერთ-ერთი მათგანი ცოტა ხნის წინ მოკლეს. მოსე იცხაკ კაცი, ნიუ-ჰეივენიდან. ის მოკლეს. ის იყო სადესანტო ჯარში, ხასიდი იყო, წვერით და ყოლაფრით. და ის ნიუ-ჰეივენიდან, კონექტიკუტიდან იყო. დამას სახელი წინარებეს. ერთ-ერთი პიონერი ემისრის პატივსაცემა დაარქვეს, რომელიც 1943 წელს ნიუ-ჰეივენში გაგზავნეს ებრაული დღის სკოლის დასაარსებლად. ის ცოტა ხნის წინ, დაახლოებით 2 თვის წინ, ლიბანში ბრძოლაში მოკლეს, ასე რომ ჩვენ გადავიხადეთ ფასი. ჩვენ მზად ვართ დავიცვათ ისრაელი. ჩვენ ჯერ კიდევ გვაწუხებს სეკულარული ნაციონალიზმი. ჩვენ არ ვართ ჩართული პოლიტიკაში ისრაელში. ჩვენ იდეებით ვართ დაკავებული. და ჩვენ ისრაელში გვაქვს 1000-ზე მეტი ინსტიტუცია, რომლებიც არაპოლიტიკური გზით აღვივებენ ებრაულ ცხოვრებას ქვეყანაში. დიახ, ეს აბსოლუტურად სწორია. ეხლა, ჩემი ბოლო კითხვა. წიგნში ან დონტეთში თქვენ ძალიან მტკიცე არგუმენტს აყენებთ იმ იდეის სასარგებლოდ, რომ მეექვსე რებე იყო ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ფიგურა მე-20 საუკუნის ებრაულ ცხოვრებაში. მაგრამ ამ წიგნის დაწერისას ვფიქრობ, თქვენ სცადეთ შეგექმნათ სერიოზული ისტორიული კვლევის ნაშრომი. მაგრამ ასევე ისეთი, რომელიც მოიცავს მოძრაობის ფოლკლორს, მისა და მის წინამორბედებზე. და რომელიც ხედავს ხაბადის რებეებს როგორც სულიერ ფიგურებს, რომელთა ცხოვრებაც თითქოს უფრო დიდია, ვიდრე უბრალოდ ჩვეულებრივი რაბინებისა.
რამდენად რთული იყო ამ ადამიანის და მისი მოძრაობის ორივე ასპექტის ერთ წიგნში გადმოცემა. ხედავთ ედონეზე ვფიქრობ, ეს ბრძოლა ჩემთვის როგორც ხასიდისთვის არსებობს. რადგან ხასიდი რებეს უყურებს როგორც სიწმინდით ახსავსე პიროვნებას და ხედავს, რომ ისინი სხვა დონეზე ცხოვრობენ. და პირადად მე არასდროს შეხვედრი ვარ წინა რებეს, ამიტომ ვერ გესაუბრებით მასზე. მაგრამ მქონია ასობით შეხვედრა რებესთან, პირადი შეხვედრები რებესთან. ათეულობით ფარბრენგი, იცით? შეიძლება თქვა ასობით ფარბრენგი, ხასიდური შეკრებები, მრავალი განსხვავებული შეხვედრა რებესთან. რებემ ასევე მომცა ძალიან მნიშვნელოვანი რჩევები და უბრალოდ მნიშვნელოვანი მომენტები ჩემს ცხოვრებაში, რომლებმაც დიდი გავლენა მოახდინეს ჩემზე. ჩემი მეგობარი, კონსერვატორი რაბინი ცოტა ხნის წინ მითხრა: "დოუ, შეცდომა დაუშვი ჩემს ცხოვრებაში." ვკითხე, რა შეცდომა? მითხრა, რებე არასდროს შემხვედრია. ამიტომ ვუთხარი, ორი რამ არის, რაც არ შეხვედრია. ვუთხარი, ემოციური გულწრფელობა არ შეხვედრია. და არ შეხვედრია ადამიანი, რომელიც ცხოვრობს როგორც ცადიკი, რომელიც ცხოვრობს უფრო მაღალ სულიერ დონეზე. რადგან როცა რებესთან ქონდა საქმე, იცი რომ ყველაფერი სიმართლეა. და მეორე, რომ ისინი ცხოვრობენ უფრო მაღალ სულიერ დონეზე. ასე რომ შემიძლია გითხრა, რასაც ჩვენ რებეს ისტორიებს უწოდებთ. იცი, მე თავად ასეთი ამბავი მქონდა რებესთან, რომელიც პირდაპირ სასწაული იყო. და სინამდვილეში მე თავი შევიკავე ესეთი ტიპის ყველა ისტორიისგან წიგნში. მხოლოდ ერთი ჩავამატე ქვედა შენიშვნებში, რომელიც ეხება ჩემს თემში მცხოვრებ ქალს. ის უკვე გარდაცვლილია. მისი ქალიშვილი ჩემს თემში ცხოვრობს, რომელმაც მიიღო რებეს კურთხევა მატარებლის სადგურში 1932 წელს და მას მხედველობა დაუბრუნდა. ასე რომ ამ თემაში არ შევდივარ, ამ მიმართულებით არ წავსულვარ. მინდოდა დამეწერა წიგნი, რომელიც არ იქნებოდა ჰაგიოგრაფია, იქნებოდა სიმართლეზე დაფუძნებული და ამავდროულად ყოვლის მომცველი. წყაროების 120 გვერდი. ასე რომ თუ არ ეთანხმებით იმას, რაც დავწერე, შეგიძლიათ წყაროებს შეეწინააღმდეგოთ. შეიძლება მეც ვცდები. ეს არის სერიოზული ისტორიული კვლევის ნამუშევარი, რაც სწორია. ასე ვარ გაწვრთნილი. იცით, მე ისტორია ვისწავლე და არა ჟურნალისტიკა. ვფიქრობდი, რომ ეს ძალიან მნიშვნელოვანი იყო. რადგან უმეტესობა იმ წიგნებისა, რაც ხვდება, დიდი რაბინების ბიოგრაფიები, განსაკუთრებით ორთოდოქსულ სამყაროში, ძირითადად ჰაგიოგრაფიებია. ისინი არ საუბრობენ მათ სირთულეებზე, ისინი არ საუბრობენ მათ გამოწვევებზე. ის, რაც გვაქვს წინარებესთან დაკავშირებით და რაც ასე უნიკალურია, არის ის, რომ ის ძალიან ბევრს წერს საკუთარ შინაგან სამყაროზე. გვაქვს ათასობით წერილი, რომელიც მან დაწერა. გვაქვს დღიურები, რომლებიც მან დაწერა. ამიტომ გვაქვს რეალური აღქმა მისი ტანჯვის შესახებ, როცა ის წერს ჰოლოკოსტზე 1943 წელს, როცა 1 წლით ადრე წერს წერილს. ამერიკაში ვარ. ვცდილობ ამ ყველაფრის გაკეთებას. არც ერთი ხასიდი არ მისმენს. ის ძალიან იმედგაცრუებულია. ჩვენ გვაქვს რეალური, ის წერს თავის სამედიცინო პრობლემებზე, ის წერს თავის შესახებ, ჩვენ ვხედავთ მას მისივე სიტყვებით. და ეს ერთ-ერთი უდიდესი კურთხევაა, რაც ამ წიგნის წერაში მქონდა, რადგან იმდენი მასალა მქონდა, რომელიც თავად მან დაწერა და ასე შემდეგ. ნატრობ, რომ ეს წიგნი 25-დან 30 წლის წინ დამეწერა, რადგან მაშინ შევძლებდი შევხვედროდი ბევრ ადამიანს, ვისაც მასთან უფრო მჭიდრო ურთიერთობა ჰქონდა. ძალიან გამიჭირდა. არ მინდოდა დამეწერა წიგნი, რომელიც ჰაგიოგრაფია იქნებოდა, სადაც ყველაფერი მშვენიერი და ტკბილია. ხომ იცით, ყველგან ყიდიან ამ ისტორიებს დიდ რაბინებზე. დაიბადნენ, 6 წლის ამიშნა ისწავლეს, შემდეგ თალმუდიც ისწავლეს, 12 წლისები იყვნენ და ცხოვრებაში არასდროს განუცდიათ ტანჯვა. ეს უბრალოდ სიმართლე არ არის. და არ მინდოდა ესეთი გარემო შემექმნა. და ეს ერთ-ერთი მიზეზია, მაგალითად, რომ ჩემი გამომცემელია მთავარი ებრაული გამომცემლობა, კორენი, მაგიდი, რომელიც კორენის განყოფილებაა. მინდოდა დამოუკიდებლობის ეს შეგრძნება მქონოდა. და ეხლა რაც მართლა გამიკვირდა, ხაბადი ძალიან თვითკრიტიკული საზოგადოებაა. ეს ძალიან დამოუკიდებელი აზროვნების საზოგადოებაა. ინდივიდუალიზმის უზარმაზარი რაოდენობაა. მადლობა ღმერთს, კრიტიკაც ჰქონია. ძირითადად შეიძლება სადღაც პატარა ფაქტი შემეშალა, მაგრამ წიგნი ფენომენალურად მიიღეს. და ეს ძალიან გამიკვირდა. ვფიქრობ, ეს იმიტომ ხდება, რომ რებე ძალიან თვითგამჟღავნებელია და თემა ძალიან საინტერესოა. და ამასთან ერთად ვეცადე მიმეცა ისტორიული კონტექსტი, არა მხოლოდ მისი მიღწევების განხილვით, არამედ მათი სხვების მიღწევების ისტორიებში ჩასმით. ბევრი ადამიანი, როდესაც ისტორიებს წერს, განსაკუთრებით მართლმადიდებლურ სამყაროში, მხოლოდ საკუთარ მიდგომას აღიქვამს ერთადერთ სწორ მიდგომად. და მე სხვების მიღწევებსაც მნიშვნელოვნად ვთვლი. ამიტომ ეს ჩემთვის რთული იყო. ძალიან ბევრს მუშაობდი. ზოგიერთი თავის დაწერაზე განსაკუთრებით ბევრი ვემუშავე. თქვათ მეათე თავი, რომელიც ომის წლებს ეხება დაახლოებით 3-4 თვე დამჭირდა მის დასაწერად, რადგან ყველაზე რთული საკითხები იყო მოსაგვარებელი. მაგრამ ვფიქრობ, მისი ცხოვრება მართლაც გამორჩეულია. და ვხედავთ, როგორ პირველ რიგში მე ნამდვილად მჯერა, რაც წინაგდაზე წერია, მან გადაარჩინა რუსი ებრაელები, საბჭოთა ებრაელები, რადგან იუდაიზმი დღეს რუსეთში, ყოფილი საბჭოთა კავშირის ტერიტორიაზე, თითქმის მთლიანად ის ოდესღაც იატაკქვეშა იუდაიზმია, რომელმაც საჯარო სივრცეში გამოაღწია. მან შეცვალა ამერიკული იუდაიზმის მიმართულება.
და მისი ცხოვრების ბოლო წლებში, რაზეც ბოლო თავში ვწერ, მან კიდევ ერთი რევოლუციური რამ გააკეთა. რადგან 1946 წლის ბოლოსა და 47-ში 1000 ხაბადის ჰასიდი რუსეთიდან გაიქცა ყალბი პოლონური პასპორტებით. ეს სხვათაშორის მხოლოდ ჰოლივუდური ფილმი არ არის, ეს Netflix-ის სერიალია. მაგრამ კიდევ ერთხელ, ისინი ამას არ გააკეთებენ. ღმერთმა ნუქნას, რომ რამე კარგი გააკეთონ. ეხლა ისინი რუსეთიდან გარბიან. ეხლა ამ ხალხმა 25-30 წელი კომუნისტური ჩაგურის ქვეშ იცხოვრა. ისინი დაღლილები არიან. ჩემი ძმა სიბირეში წავიდა, ჩემი ბიძაშვილი სიბირეში წავიდა, მეც სიბირეში წავედი. მაგრამ რომ გაგაცნოთ როგორი იყო რებეს მიდგომა ამ საკითხისადმი, არის ერთი კაცი სახელად სემახ გარევიჩი. მან 5 წელი გაატარა საბჭოთა ციხეში. ის ოჯახთან ერთად რუსეთიდან გაიქცა. ის ჩამოდის გერმანიაში და შემდეგ დერმილთა ბანაკებში ხვდება. ცდილობს ამერიკაში მოხვედრას და ბოლოს კუბაში ხდება. იქ 1959 წელს ჩადის. ამერიკის ვიზას ვერ იღებს. ის წერილს წერს თავის ბიძას ამერიკაში, რომელიც რებეს მდივანია და სთხოვს: "გთხოვ, უთხარი რებეს, რომ ვიზის მიღებაში დახმარება მჭირდება." რებე პასუხად ბარათს აგზავნის. სემახია გლაშჩკარობს. კუბაში ძალიან ბევრი საქმეა გასაკეთებელი. იყო ერთი რაბინი, რომელიც სანტიაგოდან წერილებს უგზავნიდა, არა ხაბადის რაბინი. ის სემახს სანტიაგოში აგზავნის. ეუბნება, რომ ებრაული სკოლები დაარსოს. რას გარბი ხარ ამერიკაში? კუბაში ებრაელები ყავს. ეს კასტროსამდეა. მათზე უნდა ვიზრუნოთ. რას აკეთებ? ამ კაცმა 5 წელი გაატარა სიბირეში. მარტო იყო ცოლთან და შვილებთან ერთად. და ის ერთადერთი ხასიდია მთელ კუბაში. რას აკეთებ, რომ შეცვალო იუდაიზმი კუბაში? კარგი, ბოლოს როცა ბევრ რამეს გააკეთებს, გზავნის შეტყობინებას. უთხარით სემახს, რომ უკვე შეუძლია მოსვლა და ის ჩამოდის ამერიკაში. მაგრამ ის იღებს ამ ხასიდებს, რომლებიც გამოვიდნენ ამ საშინელი საბჭოთა დეპრესიიდან და რაბინული სასწავლებლების სტუდენტებს, რომლებიც გადარჩნენ შანხაიში და ეუბნება მათ: "კარგი ბიჭებო და გოგოებო, მინდა გაგამხნევოთ, რომ წახვიდეთ ავსტრალიაში. თქვენ წახვალთ საფრანგეთში, თქვენ წახვალთ ლონდონში, თქვენ წახვალთ ისრაელში, ახალ ხაბადის ქალაქში. ის თუ დღეს შეხედავთ და მოივლით მსოფლიოს და ნახავთ რა არის ხაბადი დღეს საფრანგეთში, სადაც საფრანგეთში რაბინების ნახევარი ხაბადის რაბინია, თუ წახვალთ ინგლისში ან ავსტრალიაში, სადაც დღეს ხაბადია, ეჭვიც არ არის, იცით, სინაგოგებში მყოფი რაბინების 80% ხაბადის რაბინებია, სკოლებშიც. ეს ყველაზე დიდი ორგანიზაციაა სამხრეთ ამერიკის ქვეყანაში და ყველა ამ ადგილას ის მომავლის საფუძველს ქმნის თავისი ყველაზე ახლო ხასიდების გაგზავნით. ისინი ყველანი დაღლილები არიან. მათ კომუნიზმი გამოიარეს. ისინი ამ ყველაფრით აღფრთოვანებულები არ არიან. ის იბრძვის, ყველა არ უსმენს მას და მას სურს შეცვალოს მსოფლიო ებრაელობა. და მისი ბოლო ქმედება ყველაზე საინტერესოა, რაც არის ის, რომ ის მიმართავს ნიუ-იორკში იეშივა სტუდენტების ჯგუფს, არა ხაბადის სტუდენტებს, სადღესასწაულო პერიოდში 1950 წელს. 1950 წლის სექტემბერში ის ამბობს: "მინდა გაგზავნოთ მაროკოში, რომ შექმნათ ებრაული სასწავლო სისტემა. ესენი არიან მირი იეშივა სტუდენტები. მათ არ უნდათ წასვლა." მაშინ ის თავის სიძეს გარდაცვალებამდე ცოტა ხნით ადრე აძლევს მითითებას. მინდა მაროკოში, ტუნისში და ჩრდილოეთ აფრიკაში სასწავლო სისტემა შექმნა. და რას აკეთებს მისი სიძე პირველივე მოქმედებად, როცა ხდება რებე, მაშინაც კი სანამ ოფიციალურად დაიკავებს რებეს პოზიციას. ხაბადი 50-იან და 60-იან წლებში ქმნის მასიურ საგანმანათლებლო ქსელს, თანამშრომლობს ჯოინტთან, რაც მათ სასარგებლოდ უნდა აღინიშნოს, და ეს ქსელი უამრავ ებრაელს ჩრდილოეთ აფრიკაში, ტუნისში და მაროკოში აც ებრაულობს ებრაულ განათლებას. ამ სამყაროში ხასიდური რებეს, რომელიც დაბადებულია პატარა ქალაქ ლუბავიტში, ბოლო მოქმედებაა ის, რომ დარწმუნდეს მეკნესში, კასაბლანკაში, ფეზში მცხოვრებ ებრაელს აქვს ებრაული განათლება. ეს არის გლობალური ებრაული ლიდერის ხედვა. ძალიან მნიშვნელოვანი საკითხია და კარგი დასასრულია. რაბი, დიდი მადლობა, რომ დღეს შემოგვერთით. როგორ შეუძლიათ ჩვენს მაყურებლებს და მსმენელებს მიიღონ უნდაუნტედის ასლი? უნდაუნტედი ხელმისაწვდომია Amazon-ზე და ყველა ებრაულ წიგნის მაღაზიაში. ასევე შეგიძლიათ შეუკვეთოთ პირადად Barnes & Noble-ში ან სხვაგანაც. ბევრი აღარ დარჩა. ჩვეულებრივი წიგნის მაღაზიები თითქმის აღარ არსებობს. ეს ცხოვრების დიდი ტრაგედიაა. სამწუხაროდ ხო? წიგნი ხელმისაწვდომია და ასევე ვურჩევდი მათ, რომ დაწერონ მიმოხილვები Amazon-ზე. ჯერჯერობით ყველა მიმოხილვა 5 ვარსკვლავიანია. კიდევ რამდენიმე არ მაწყენდა. თუ უნდათ გააკრიტიკონ, თავისუფლები არიან გააკრიტიკონ. მაგრამ ვფიქრობ, ეს ისტორია ძალიან მნიშვნელოვანია, რადგან ის გვიხვება იდეალების თვალის ბრძოლაზე, ასევე ჩვენ შესაძლებლობებს. რებე აძლევდა ხალხს ძალას, რომ ცვლილებების შემოქმედები ყოფილიყვნენ. მას ჯეროდა თავისი ხასიდების, რომ მათ შეეძლო დიდი საქმეების გაკეთება. And I figured this ყველას გვასწავლის პირადი პასუხისგებლობის იდეას და იმას, რომ თითოეულ ჩვენგანს შეუძლია შეცვალოს რაღაც ამ სამყაროში. ის, ყველაფერი რაც მას სურდა, იყო ის, რომ ჩვენ შეგვიძლია შევცვალოთ ებრაელთა ბედი. მას შეცვალა ებრაელთა ბედი მე-20 საუკუნეში. და მჯერა, რომ მისი ხასიდები ამას გააგრძელებენ. უბრალოდ ამით დავასრულებ.
მყავს ორი შესანიშნავი შვილიშვილი, რომლებიც ბოლო 6-დან 8 თვის განმავლობაში ორივე ხაბადის ემისრები გახდნენ. ერთი სან-ფრანცისკოშია, სადაც ის ახალგაზრდა ებრაელ პროფესიონალებთან მუშაობს, ხოლო მეორე ბუდაპეშტშია. მან იქაური გოგონა მოიყვანა ცოლად, რომელიც იგივე საქმეს აკეთებს. და ის ფაქტი, რომ ეს ახალი თაობის ახალგაზრდა ხაბადის რაბინები 20-ის დასაწყისში არიან და რებეცინები, რომლებიც მათთან ერთად პარტნიორებად მიდიან, აგრძელებენ ამ მისიას, რომელიც წინა რებემ დაიწყო, შემდეგ კი რებემ გააგრძელა მომდევნო თაობაში, ვფიქრობ ეს ნამდვილად ამართლებს იმ იდეალებს, რასაც წინა რებე და რებე გვასწავლიდნენ. თვითშეწირვის, მზრუნველობის, ყურადღების, ებრაული პასუხისმგებლობის, ებრაელი მოძმის სიყვარულის შესახებ და იმ ფაქტის, რომ თორას შეიძლება სიყვარულით ასწავლო მომავალ თაობას. სადაც მათ შეუძლია თავად მიიღონ გადაწყვეტილება და უკავშირდნენ თავიანთ ტრადიციებსა და მემკვიდრეობას, რათა გააგრძელონ ეს გზა. და ის ფაქტი, რომ ამდენი ახალგაზრდა გვყავს, ვისაც სურს გააგრძელოს ის იდეალიზმი, რომელიც წინა რებემ დაიწყო და რებემ გააგრძელა, ვფიქრობ ეს შთამბეჭდავი დასტურია იმ მემკვიდრეობისა, რაც მათ დაგვიტოვეს. კარგი, ვფიქრობ, ყველა შეგვიძლია ამაზე ამინ თქვათ. ას გითხრათ? დიახ. შვილიშვილები, ერთი ბუდაპეშტში და ერთი სან-ფრანცისკოში. კარგი, მაზალტოვ მათ მიღწევებზე. და მე ნამდვილად გირჩევთ ამ წიგნს. ეს არის მნიშვნელოვანი ნაწილი ებრაული ისტორიისა, ასევე როგორც რაბინი ამბობს, შთაგონება მომავალი თაობებისთვის. ჩვენ ასევე გვინდა მადლობა გადავუხადოთ ჩვენს აუდიტორიას. თხრათ არ დაგავიწყდეთ, ყოველდღე მოусმინოთ ჯონათან ტობინის ყოველდღიურ გამოშვებას, რომელსაც შეგიძლიათ მოусმინოთ ყველგან, სადაც პოდკასტებს უსმენთ. და არ აქვს მნიშვნელობა გვისმენთ თუ არა რომელიმე მათგანზე, თუ გვიყურებთ პირდაპირ ეთერში Facebook-ზე, X-ზე ან JNS-ის YouTube არხზე, გთხოვთ მოიწონოთ და ან გამოიწეროთ JNS, დააჭიროთ ზარიზღილაკს შეტყობინებების ის მისაღებად და დაგვიტოვოთ კარგი შეფასებები. გთხოვთ მოგწერეთ მისამართზე think twice ან thinkwise@jns.org და შეგვეთხოვინეთ, სად უსმენთ ან უყურებთ გადაცემას და რას ფიქრობთ მასზე. და გახსოვდეთ, განაგრძეთ კითხვა და დამოუკიდებლად ფიქრი. და მომავალ კვირას ისევ გნახავთ.